მუდმივად შემოიქმნება საქართველოს ბომბარდიის 21 პრეზიდენტის სამგარისო. როგორ მოახერხა? სრულიად უბრალოდ და მაგურებელთა თვალწინ გააცოცხლეს ძირითადი ეტაპები იმდიდრ. საბჭოთა რაკეტები დღეს მშვიდობის ჯიშია. საიმედო დარაჯობს ჩვენი ხალხის შემოქმედებით. მიუხედავად შესანიშნავ საჩუქრებს უზრდებენ მეცნიერებს, კულტურის, ლიტერატურის ხელოვნების მუშაკები. Советская Грузия сердечно приветствует вас. მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია გადაცემა წითელი ზონა, ეს რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობრივი პროგრამა გახლავთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა მინდა ჟაკ შარდენის სიტყვებით დავიწყო, საკმაოდ უცნაური თითქოს სიტყვებით. ქართველებს ზულთ სომხები და თითქმის ისე უყურებენ მათ, როგორც ევროპაში ებრაელებსო. სომხების და ებრაელების შედარება და ქართველების დამოკიდებულება ამ საკითხში შარდენმა დაიწყო, თუმცა 90-იან წლებში პირადად მე ბევრისგან გამიგია, რომ საქართველოში ანტისემიტიზმი იმიტომ არ იყო, რომ ებრაელები სომხებით ჩაანაცვლესო. ქართველებისა და სომხების ურთიერთობაზე ბევრი რამ დაწერილა, თუმცა არსებობს დელიკატური პრობლემები, რომელსაც სწორედ აი ამ პოლიტკორექტულობის გამო საზოგადოება გვერდს უვლის ხოლმე და არ მსჯელობს საჯაროდ. დღეს ჩვენ გადავწყვეტეთ აი ამ სტერეოტიპის დანგრევა და სტერეოტიპებზე მსჯელობა, იმ მითებზე მსჯელობა, რომელიც არსებობს ქართველებისა და სომხების ურთიერთობაზე. აი ამ დელიკატურ თემას შევეხებით და ამაზე ვიმსჯელებთ ჩვენი გადაცემის სტუმართან ბატონ იური მეჩითოვთან ერთად. გვინდოდა გადაცემა დაგვესრულებინა ფილმით, რომელშიც ეს სტერეოტიპები კარგად გამოჩნდებოდა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ უცნაურია კინოს ისტორიაში საკმაოდ ცოტა არის ფილმი, რომელიც ქართველებისა და სომხების აი ამ ურთიერთობას ასახავს. ამიტომ ბოლოს გადავწყვეტეთ, რომ გადაცემა დავასრულოთ პოპულარული სურათით 1977 წელს გადაღებული გია დანელიას ფილმით მიმინო, რომლის შესახებ მე კიდევ ვისაუბრებ გადაცემის მესამე ბლოკში, ახლა კი ეთერშია გადაცემა წითელი ზონა. დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე ქართველები და სომხები. დღეს როგორც გითხარი, პრობლემების წინაშე დგას სომხობა საქართველოს. ეს პრობლემები განსხვავდება იმ საერთო პრობლემებისგან, რომელიც ზოგადად ქართულ საზოგადოებას აწუხებს, გულისხმობს სოციალურ და სხვა პრობლემას, რა თქმა უნდა ჩვენს გვეხება ეს ყველაფერი, მაგრამ ის სპეციფიკური პრობლემები დღეს საჭიროებენ გადაწყვეტას. კერძოდ მე გულისხმობ პრობლემას დაკავშირებულ ჩვენი როგორც ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვასთან და უფლებების განხორციელებასთან. სხვადასხვა სფეროებს მოიცავს ეს ჩემი ფრაზა, ეს იქნება განათლების სფერო, ეს იქნება კულტურული ან ტრადიციების შენახვის სფერო, ეს შეიძლება რელიგიას დაუკავშიროთ, შეიძლება იყოს სოციალურ-პოლიტიკური წარმომადგენლობა ჩვენი როგორც ეროვნული უმცირესობების და ჩვენი როგორც საქართველოს მოქალაქეების სხვა პროცესებში. ამგვარად პრობლემების ნაკლებობას ჩვენ სამწუხაროდ არ ვგრძნობთ და ვიმედოვნებთ, რომ მოვა ის დღე, როდესაც ჩვენ დავიწყებთ არა პრობლემების მოგვარებას, არამედ რეალურად მონაწილეობას საქართველოს მომავლის შენებლობაში და ამ სახელმწიფოების გაძლიერებაში. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ჩვენი სათქმელი და ჩვენი გასაკეთებელი ამ ქვეყანაში და არ არის მართალი გამართლებული. ვერანაირად ვერ იქნება, როდესაც მოსახლეობის მოქალაქეების ერთი ნაწილი სრულიად იგნორირებულია და მათი პრობლემები იგნორირებულია სახელმწიფოს ან საზოგადოების მხრივ. უნდა დაიწყოს პროცესი და ეს პროცესი უნდა დაიწყოს ზევიდან. იმიტომ რომ საზოგადოება როგორც ასეთი ხშირად ხელმძღვანელობს იმ სტერეოტიპებით, რომელიც ინერგება ზევიდან, მაგალითად ჩვენ თუ შევადარებთ გასულ პერიოდს, გასულ ათწლეულს, გამომდინარე საგარეო პოლიტიკიდან და საგარეო რეალობიდან, ასე ვთქვათ, დაინერგა ისეთი სტერეოტიპი თითქოს და სომხეთი არ წარმოადგენს საქართველოს იმდენ ინტერესს, რაღან ის უფრო მჭიდრო ურთიერთობებშია რუსეთთან, ვიდრე საქართველოს იმ პერიოდში, ხო? ეს რა თქმა უნდა მოქმედებს საზოგადოებაზე, თუ საზოგადოება არ არის განათლებული, თუ საზოგადოება არ არის სამოქალაქო, ხო? იმ გაგებით, რასაც ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოება, ხო? მაშინ რა თქმა უნდა უფრო ადვილი იქნება სტერეოტიპების დანერგვას და მათ
გავრცელებას უფრო დაბალ ფენებზე. Armenofobia საქართველოს საზოგადოებაში დღეს არსებობს. რაც შეეხება თვითონ მიზეზებს armenofobis ქართულ საზოგადოებაში, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ჩემის აზრით ინფორმირებულობის ნაკლებობა. ანუ, როდესაც ტელევიზიით ან მედიით ვრცელდება რაიმე მოთხოვნა ან განცხადება ან რაიმე პრობლემა შუქდება დაკავშირებული ეროვნულ უმცირესობებთან, კერძოდ სომხებთან, ხშირად არ არის სრულად წარმოდგენილი საკითხი. რომ ესმის, ვთქვათ, რიგით მოქალაქეს, რომ სადღაც სამცხე-ჯავახეთში, სადაც სამწუხაროდ მე ეჭობა, რომ 100%-ად ყველა საქართველოს მოქალაქე და ქართველი ნამყოფია და რეალურად უნახია, როგორ ცხოვრობს მათ ხალხი და რა პრობლემის წინაშე დგას და რომ ესმის რიგით მაყურებელს, რომ ვიღაცა საუბრობს სამცხე-ჯავახეთში ენის საკითხზე, მე ხაზგასმით ვიძახი ენის და არა რეგიონული რაღაც სხვა, ხო? ეგრევე სტერეოტიპულად გადამისამართება ხდება თემის და ენა ის არის სახელმწიფო ენა, ის არის სეპარატიზმი, ის არის armenofobia. ხო? იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი საუბრობს უბრალოდ იმ პრობლემაზე, რომ თქვა მას არ აქვს საშუალება თავისი ბავშვი მიიყვანოს ეროვნულ უმცირესობებს თავის სკოლაში. ხო? ანუ არ არსებობს ინფორმაცია და ეს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს სახელმწიფომ, შესაბამისი პროგრამები უნდა შემუშავდეს სახელმწიფოს მხრიდან, რომ მაქსიმალურად იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქე ინფორმირებული, ან მას ჰქონდეს საშუალება სადღაც მოიძიოს ეს ინფორმაცია. თუ რეალურად რა აწუხებს დღეს ეროვნულ უმცირესობებს, რომ ჩვენი პრობლემების უტრირება და შეცვლა არ მოხდეს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. პირდაპირ ასე დავარქვით ჩვენს გადაცემას ქართველები და სომხები. ბევრს ყურს მოხდა ალბათ, მაგრამ რას ვიზავთ? ბატონი იური მეჩითოვი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. სხვა შორის ეხლა ვიხსენებდი ჯურა ფარაჯანოვზე ქონდა გადაცემა და იყავი ამ გადაცემის სტუმარი, ქვევით ვისხედით უბრალოდ. და იქნებ მოდი დადებითი მაგალითებით დავიწყოთ ფარაჯანოვით, თუმცა მე ბოლოში მინდოდა, მაგრამ დავიწყოთ ფარაჯანოვით, ესე იგი ადამიანით, რომელმაც შეძლო და შეარიგა, სტატია მქონდა ასეთი სათაურით ზუსტად, შეარიგა კავკასიური კულტურები. ნუ აქ მნიშვნელოვანი ალბათ არის აზერბაიჯანიც. კი, შეარიგა, ნუ ცდელობა ქონდა. არა, ალბათ, ხო, ცდელობა ხო ქონდა. ჩვენ ხო გარკვეულწილად სიგიჟეში ვარ და ასეთი დიდი ადამიანები ზუსტად იმედონ მოდიან და ღმერთი ავლენს, რომ რაღაცნაირად მართლა დავანახოთ, დაინახონ ყველამ, რომ ჩვენ ერთი მართლა ადამიანის შვილები ვარ და რაღაც რაც საერთოა ის უფრო მეტად ამას გავუსვათ ხაზი და არ ვეძებოთ ნაკლოვანები გამადიდებელი მინით, როგორც ჩვენ შვევია ხო და ეს აშიქერიბიც ძალიან საინტერესო ისტორია აქ ამ ფილმს გამოვიდა ეკრანებზე, მაშინ როცა ომი დაიწყო. კი, აი სომხეთ და აზერბაიჯანის შორის მასპინძელი. და ნუ აი რაღაც წინასწარმეტყველებაც იყო ესეთი ტრაგიკული წინასწარმეტყველება. ისიც როგორ იყო, გადაღებები მინდარეობდა ჯერ ბაქოში არ იყო დამთავრებული და ეს კონფლიქტი გვიმეორებდა და ძალიან რთული სიტუაცია იყო მან, მართლა სომეხი ოპერატორი ყავდა, ახლა თვითონ სერგო იყო, მან რაღაცა სერიოზული სიტუაცია და თან, მაგრამ აზერბაიჯანულ ენაზე ვიღებდით ფილმს, წარმოიდგინეთ ახლა და ასევე გამოვიდა კიდევაც, როგორც თავის დროზე სერგომ გადაიღო უკრაინაში, უკრაინულ ფილმი გუცულების დიალექტზე გადაიღო და არც ითარგმნა, ეგეც გაუგებარე, ვერ ასწრებდნენ რაღაც იუბილეი იყო იმ წერლის ვის მიხედვით გაკეთდა ეს ფილმი და თუ რაღაცა და მოხდა და წავიდა ასე დიალექტზე. ეს კიდე მეორე ფილმია მის ისტორიაში, რომელიც აი წავიდა ის ენაზე, რომელიც წარმოუდგენელია ჩვენთან, რატომ უნდა გადაგვიღო ვითომ აზერბაიჯანელთან, აზერბაიჯანელთან. Я начал искать героя этого Ашикериба, этого министреля, мусульманского министреля, который ходит по земле в поисках заработка, чтобы выкупить свою возлюбленную Магул Мегери. Я нашел такого парня, это Курт. Он мой сосед. Он до 22 лет хулиганил, бил милиционеров, комендантов, потому что вода протекала, а комендант не чинил дом. Он избивал их, угонял машины, он хулиганил. И когда я встретился с ним, я сказал, ты можешь на год попрощаться с хулиганством? Он говорит, я могу попрощаться с хулиганством навсегда. Все зависит, что вы мне предлагаете.
Курды не мусульмане, он христианин, но ему надо было сыграть мусульманина. Так что музыка в основном. Я пригласил азербайджанского талантливого композитора, фамилия его Кулиев, талантливый, он понял все, что я захотел. А сложности, которые я поставил перед ним как задачу, он блестяще исполнил. Когда европейская музыка, как Аве Мария и Шуберт и Глюк, вошли как органические страсти для того, чтобы фильм осовременить и дать европейскому зрителю услышать Аве Марию, связать ее с мусульманским миром. ხო და აი სანამ ქართველებსა და სომხებზე ვისაუბრებდით ამ ესეთ ძველ ფობიაზეც მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრა ხო ახლა შენ არ ახარ იქ ხარ აქ ანუ არ ახარ სომხეთში და იქ მე ვიცი რომ ძალიან რთული არის საუბარი ახლა იქ მაგალითად რაღაც აზერბაიჯანული კულტურის დღეები რომ მოაწყო ხო ეს შეუძლებელია ისე როგორც აზერბაიჯანში ხო ეს ხო წარმოუდგენელი არის არა სომხური გვარით ადამიანი ვერ ჩადისო ამბობენ დამყოფი ხარ აზერბაიჯანში არა სამწუხაროდ არა იმიტომ რომ მანდ არის მართლა რთული პრობლემა თუმცა ისინი სულ მტკიცებენ ჩემი მეგობრები ვინც არიან ნუ ეხლა ეს პრობლემა არის მაგრამ სინამდვილეში სამწუხაროდ იქ არმენოფობია ისია გაჩაღებული აყვანილია სხვა დონეზე მე არ მინდა არაფერი სულ თქვა სახელმწიფოზე რა თქმა უნდა მაგრამ მან იმიტომ მოხდა ეს რომ გასაგები ტერიტორიები ჩვენ თუ 300,000 სტოლზე ლაპარაკობთ ისინი 800,000 და მილიონამდე ასახელებენ ანუ ეს ყველაფერი ძალიან ხო და ისტორიული ძირები ხო აქ მაგას და აი სანამ ქართველებზე გადავიდეთ იქნებ აქედან დავიწყოთ აი რა მოხდა აი მუსულმანების მიმართ დამოკიდებულებას ერთად ვინ შეუწყო ხელი ვინ გაუკეთა პროვოცირებას არის არსებობს ასეთი ტომას დე ვალი და მე ყველას ურჩევდი ეს თუნდაც ეს წაეკითხა იმიტომ რომ არის წიგნი ყარაბახით ნიშნავს შავ ბაღს ნიშნავს ზუსტად ბლეკ გარდენ ასეც ქვია დედაში ბლეკ გარდენ და იქ არის ძალიან სერიოზული მცდელობა და იცით ისონ წერს როგორ მე ჯერ იქით წავედი მე რაკეთ წავედი სადაც არ ჩავდით ყველგან ვძნობდი რომ ყველა მართალია აი ყველა მართალი იქაც მართალი აქაც მართალი იქაც მართალი აი როგორც ხდება რა ყველა მართალია და აი ესეთი უბედურება ხდება და მე უკვე როცა მე-10 წავედი იქით აქეთ მე დავიწყე გაგება რომ ყველას აქვს თავიანთ სამყარო შექმნილი და ეს სამყაროები არ თავსდება სამწუხაროდ აი შექმნილი რაღაც შტამპი რაღაც Maintenant les Arméniens résistent et chassent les Azéris d'Arménie. ახლა სომხები უწევენ წინააღმდეგობას და ებრძვიან სომეხ აზერბაიჯანელებს. ბაქოს ტელევიზია უჩვენებს სომხების მსხვერპლ აზერბაიჯანელებს. Et qui fuient aussi. მათ ვერ შეძლეს ჩემი მოკლა, მაგრამ მამაჩემი მძევლად დაიყვანეს. ეს ბავშვები უკვე ობლები არიან. შეხედეთ, შეხედეთ. რუსებმა არაფერი მოიმოქმედეს. სად არიან სამხედროები? სადაა არმია? ჩვენ გხოცავენ. გამოგვიგზავნეთ ვინმე რომ დაგვიცვას. აქ დაჭრილები არიან. გამოგვიგზავნეთ ვინმე. Les images du printemps d'Erevan ამ დროს ერევანი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის იბრძვის et de la démocratie. Des Azéris. მერე მიტინგი. Turcophone mais de religion. აზერბაიჯანელები თურქულ ენაზე საუბრობენ, მაგრამ შიიტები არიან როგორც ირანელები. უამრავი ადამიანი აქ დასახლდა ომის შემდეგ 1917 წელს სომხების მიერ მიტოვებულ სოფლებში.
Les premiers jours de janvier de chaque côté. იანვრის პირველ დღეს მდინარის სხვადასხვა მხარეს ირანელმა აზერბაიჯანელებმა და საბჭოთა აზერბაიჯანელებმა პირველად ნახეს ერთმანეთი. ეს სცენა ამავე დროს ყურად გახლეჩილი ხალხის სახეს გამოხატავს. ამის გარღვევა საჭირო. გარღვევა საჭირო უნდა ხელოვნებამ გაარღვიოს, ზუსტად კულტურამ გაარღვიოს და ხალხმა ვისაც ანეკდოტებად საუბრობთ, არის კათარზისი. აი პოლიტკორექტულობა არ მესმის ამ შემთხვევაში ეს არის ცუდი რამე, ცუდი ტონი, იმიტომ აი ეს ანეკდოტი არის, აი როცა შენ საკუთარ თავს დასცინი უპირველეს ყოვლისა, არა? უპირველეს ყოვლისა და ეს არის განმუხტვა, ძალიან სერიოზული. პოლიტკორექტულობის დარღვევა ალბათ კარგია, როცა იუმორი თუ არ არის, აი მან არის ხოლმე პრობლემა. ხო, სიკეთე მაგას. ინტონაციაში გამარჯობა, კაი გამარჯობა შენი და გამარჯობა და ხო არის განსხვავება, აი ეს ინტონაციას აქვს მნიშვნელობა, შეიძლება სიტყვებს არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. გეთახმები. ხო და აი მეც გადავხედე რაღაცებს მე-20 საუკუნის დასაწყისში, მაინც მიდიოდა ეს კავკასიაში ესეთი ჯერ ანტიმუსულმანური რუსეთის პროპაგანდა, შემდეგ პირიქით ანტისომხური და ამას მოყვა ეს გენოციდი თურქეთში. გენოციდი სხვა არის, ჩვენ კავკასიას განვიხილავთ, იმიტომ მაინც ეგ იქნებ გენოციდმა მოახდინა მნიშვნელოვანი როლი, მნიშვნელოვანი გავლენა. არმენოფობია საქართველოში თუ საქართველოს ლაპარაკობ დაიწყო გენოციდამდე რა შუაში გენოციდი. არა, მე ჯერ ლაპარაკობ თურქეთის სომხეთის დამოკიდებულებაზე მუსულმანების მიმართ. ჩვენ ყველა ფობიაზე ვსაუბრობ. გენოციდამდეც არ მათ იყო პრობლემა. მანამდეც სულთან ჰამიდი მგონი, ჰამიდი, ზუსტად შეიძლება არ თქვა ის 1898 წელსაც კიდე იხსენებენ დიდ დარბევებს, რომელიც მოხდა ზუსტად იმ ტერიტორიაზე. მე შემდეგ გავიდა კიდე 17 წელი, კიდევ არ გავხდით მომსწრე, მე უფრო დიდი უბედურების, რომელიც 1915 წელს 24 აპრილს არის დათარიღებული, როცა ეს დაიწყო ეს უბედურება. Да, первыми, кто приютил у себя армянских беженцев, были арабы. Пустыня Терзор. Вот через эти пески турки гнали армянских женщин, детей, стариков. Сотни тысяч погибли в этих песках. Вы видите сейчас уникальные кадры. 1915 год. В ту весну турки решили покончить с армянским вопросом. Попросту уничтожить армян физически. Зверски было убито более 1,5 миллиона армян. События 1915 года историки назовут первым геноцидом XX века. И этот геноцид, увы, не стал последним ни для мира, ни для армян. Французский кинорежиссер Анри Верней. Nous pensons du séisme arménien, de la catastrophe qui vient d'arriver. Я француз, и меня зовут Анри Верней. А на самом деле я армянин, и мое имя Ашот Малакян. Но кто во мне сильнее, Верней или Малакян? Конечно, Малакян, потому что в нем сильна армянская кровь. В нем сохранились культура и дух Армении, ее название. И сейчас это трагедия в моем сердце, потому что я армянин. იქაც იყო მთელი ბექგრაუნდი ძალიან მძიმე, რატომ ეს მოხდა, გარკვეულწილად თათრებმა თუ ბოდეში თურქებმა, ოტომანის თურქებმა, იქ მაშინ ეგრეთ წოდებული ახალგაზრდა თურქები იყვნენ ხელისუფლებაში, ჩათვალეს, რომ სომხები არ არიან სანდო და იქ ხდებოდა რუსეთთან კონტაქტი. არა მხოლოდ მათ, რაღაც პარტია იყო, ხამიდან პარტიის დასახელება, რაღაც კონტაქტები იყო სერიოზული და პრინციპში მაგენად ჩათვალეს, რომ ამ ომის დროს, როცა ჩვენ ეგ სომხური საკითხი უნდა, მე ახლა არავის რა თქმა უნდა ვამართლებ, უბრალოდ მას ჰქონდა თავისი. არა გავარკვიოთ, უბრალოდ ვცდილობთ რომ გავარკვიოთ. ხო, არა, იმიტომ გარკვევა საჭირო, იმიტომ ეხლა თურქეთში სხვათა შორის ისინი არ აღიარებენ, რომ გენოციდი მოხდა, აღიარებენ
რომ მოხდა რაღაც უბედურება, იმასაც ამბობენ, რომ კიდე აქეთ პირიქით ჩვენ თავს დაგვესწრებენ, ნუ რაღაც და სხვათა შეთავაზებული აქვს თურქეთის მთავრობას კიდევ. წარმომადგენელთა სახლის კომიტეტის მიერ რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, რომელშიც პირველი მსოფლიო ომის დროს ოტომანთა იმპერიის მიერ მილიონზე მეტი სომეხი შრედა გენოციდად გამოცხადდა, თურქეთის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ელჩი გამოიწვია. გადაწყვეტილება მიღებული იქნა ობამას ადმინისტრაციის წინააღმდეგობის მიუხედავად. ადმინისტრაციამ გააფრთხილა საგარეო საქმეთა კომიტეტი, რომ გადაწყვეტილება ავლებდა ურთიერთობას თურქეთთან. ნატოს მოკავშირესთან, რომელსაც 1700 კაციანი საჯარისო ნაწილები ყავდა განლაგებული ავღანეთში. გარდა ამისა, ადმინისტრაციის გაფრთხილებით გადაწყვეტილებას შეუძლია ცუდი გავლენა მოახდინოს თურქეთისა და სომხეთის შერიგების სათუდ თემაზე. სომხეთი კი ამგვარი ზომის გატარებას მიესალმება. საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ ნალბანდიანმა განაცხადა, რომ ეს კაცობრიობის წინაშე დანაშაულების ჩადენის აკვეთისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მეორე მხრივ, ჰილარი კლინტონი ამბობს, რომ ობამას ადმინისტრაციამ მკვეთრ წინააღმდეგობას გამოხატავს რეზოლუციის მიმართ, რომელიც კომიტეტის მიერ მხოლოდ ერთი ხმის მეტობით იქნა მიღებული და ის მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას საიმისოდ, რომ საკითხმა უფრო შორს არ გაიგვალოს გზა. ისტორიკოსები ამბობენ, რომ ოტომანთა იმპერიის მიერ 1915-1923 წლებში იძულებით გადასახლების დროს 1,5 მილიონი სომეხი მოკლეს. თუმცა ერთი პრობლემა არის, მაინც რომ ჩვენ აზიური ტიპის ერები ვართ. მე ახლა თურქებსაც გულისხმობ, სომხებსაც, რაც არ უნდა ევროპისკენ ვილაპარაკოთ, რა თქმა უნდა, გვინდა რომ ევროპისკენ ვიყოთ, მაგრამ ეგეც ყველაფერი ისეთი რა, მოჩვენებითი პოლიტოლოგიური, PR ტექნოლოგიური ნაწილები. ჩვენ ვართ ნაწილი ამ გზაჯვარედინის უბრალოდ ჩვენ აზიასაც ვეკუთვნით და აზიას ვეკუთვნით იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა ჩავიხედოთ სარკეში. რეალურად ჩვენ ეს ეხება როგორც ქართველებს, ასევე თურქებს და სომხებს. ასევე სომხებს, ხო, ჩვენ არ გვინდა ვაღიაროთ ჩვენივე დანაშაული. და ჩვენ როგორ შეიძლება ხა დანაშაული ხო ჩვენი ქართველებს ჩვენი პრობლემები გვაქვს იგივე აფხაზებთან მიმართებაში. კი დაიწყება იმიტომ საუბარი მათ მაგრამ გაგვიერთეთ ჩვენს არაფერს არ ვლაპარაკობთ, არ გვინდა გავიხსენოთ. რაღაცნაირად ასეთი ერი ვარ. თურქებიც ასეთ დღეში არიან, ასეთი დისკურსი აქვს. მაგრამ არსებობს მეორე საშუალება კიდევ, რომლითაც დავიწყეთ ჩვენ საუბარი. ეს ისტორიკოსების ასეთი დაჯდომა და საუბარი ძალიან ხშირად ხოლმე არ არის პროდუქტიული, იმიტომ რომ მაინც თავდება ხოლმე ჩხუბით და მაინც ფაქტების განსხვავებული ინტერპრეტაციით. გოგი, ასე იცი როგორ არის, არ გოს მეცნიერები რო შეხედან, მეცნიერებიც კამათობენ, მაგრამ მეცნიერები თანხმდებიან ტერმინოლოგიაზე, გაგეთავინან. ეხლა შენ თუ სხვა რაღაცებს გულისხმობ, რაღაცაში მაშინ შენ ვერ დაждდები. უნდა შეთანხმდნენ რა არის მთავარი, რა არის პრიორიტეტული, არა? შენ არ უნდა ემსახურო ამ შემთხვევაში ერს კი არა, ერთხელ მამარდაშვილმა თქვა და ეწყინა თქვა ჩემთვის სამშობლოზე მეტი ჭეშმარიტება დგას. მაგრამ ჭეშმარიტებაში სამშობლო არ შედის, როგორ არ შედის, მაგრამ შენ როცა სამშობლოს აი დღევანდელი ინტერესიდან გავდე, შეიძლება დღევანდელი პოლიტიკური ელიტის გამო, შენ პოლიტიკური ელიტის ინტერესებს აიგივებ სამშობლოს ინტერესებთან, ეს ძალიან ხშირად ხდება. და ემსახურები პოლიტიკურ ელიტას რეალურად აცხადებ, რომ სამშობლოს ემსახურებ, მე იწყება პრობლემატიკა. კეთილი. ეხლა დავუბრუნდეთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემას. მე გადაცემის შესავალში შარდენის სიტყვები აღვნიშნე, შარდენი არ ვიცი ისი თუ არა ეს სიტყვები ამბობს. შარდენი მხოლოდ ის ხო არ არის, ეს პატარა მონაკვეთი. არა. ამბობს ხო, რომ ესე ქართველების დამოკიდებულება სომხებისადმი არის როგორც ევროპელების, ებრაელებისადმი. ეს იდენტიფიკაცია და ხშირი არის არა მარტო შარდენისგან, სხვებისგანაც გამიგია, რომ ანტისემიტიზმი საქართველოში იმიტომ არ იყო, რომ მათ არ ქონდათ არავითარი ებრაელებს არ ქონდათ და ქონდათ გასხოვნა, ამას ქონდა სოციალური ფონი მოსდევს ამას, იმიტომ რომ აქ მოხდა ასე სხვათა შორის რუსეთის იმპერიის დროს ეს გაღვივდა უფრო მეტად, იმიტომ რუსეთმა შეუქმნა უფრო მეტი საშუალება სომხებს, რომ თან პიროვნული მათი თვისებების, ეხლა კიდევ ვთქვათ, უფრო ახლოს იყო ბიზნესთან. კოკო! და ზახრუმა! აბაზრისავ, ედავ! ხანუმა არაქელონა! აი, ჩემი ჭირიში. შენ კი გენაცვალე მაგ თეთრ ყირმის სულში. მოდი რაღა ერთი უნდა გაკოცო. აჰა, ორი გამოვიდა. ხანუჯა, как поживаешь? ხაკობჯა, რა ვიცი, სლავ ბოგ. კიდე ბევრი დაგჭა კოჭლები, ვისტიანები, წელკავიანები შეოჯახ დაქცეულო შენა. ბაღადელია გაკ თუ რა ამბავია. ეგრეთ ხვი და მარგალიტი ვით ბიჭებს ეკი არ ვასაღებ, აი. შენი სულიკი წაწყდეს მართლა შენია. შენ მაჭაკალი კი არა, ყასაბი ხარ, ყასაბი ეს რამდენ დამტრეულ დაჩმეხილებს ასაღებე. ჯო, შენ ამოდენაც გალესა ერთი კარგი ნუგბარი რომ შემოგთავაზ. ვაი, ვიღა დაგჭა შილოსა რომა. ვიცი, აბა რა ვიცი. ხალუ, აი ისე შენ თუ შაგირთან თორე.
მეცლამაზი ხარბჯა მოდი ავხსნათ გეხვეწები, იმიტომ რომ სომეხი ყველა სომეხი ვაჭარია ამას რომ ამობენ. აღარ მიდის გააზრება თუ საიდან მოდის ეს ხო? ხო იცი 66 წელს იყო ესეთი ნათქვამი რომ სამი საოცრება მოხდაო ებრაელებმა ისწავლეს ესე იგი ბრძოლა იარაღით მან რაღაც მოხდა რომ სომხებმა ფეხბურთის თამაში და ქართველებმა ვაჭრობა. ანუ ცოტა ვაჭრობა ცოტა ადრე დავიწყეთ. ეს უბრალოდ არ გჭირდებოდა რაღაც სხვადასხვა ხალხი ვართ და საქართველოში მიწაზე იყო ალბათ მიწაც იყო და ჩვენ გვიყვარდა ეს ეპოლეტები და პაგონები. აი ჩვენ ეს დეკორაცია გარკვეულწილად ხიბლავდა. მე ჩვენ თავადების აი როგორც აქ დავით კლდიაშვილს არაჩვეულებრივად აღწერილი. აი სრულიად გენიალურად შენ რომ სარკეში ჩახედვა არ გვიყვარს, აი კლდიაშვილმა გააკეთა ეს ხო? ჩახედა და ამ დროს ეს ეს თავადაზნაურები სოფელში და ეს ისტორია იცვლება სხვა დრო მოდის. დაკარგული სამოთხეები და ყველაფერი. ხო და სხვა დრო მოდის და ქართველია ვერ ხვდება, არ უნდა ვერ Agashena, mertma, agashena. Tamam. Nici tahlo zvatonu. Resma ke biginda. Razemot. ბატონო მიქელა მომეცი ჩემი ნამსახური დასმერჩი რეგვენო სად გაგონილა წმინდა ფუსხოვდნენ აიგონეთ აქედან რა გინდა ჩემგან დასმერჩ აიგონეთ გამიში უწმინდური იყო და სულ მატყუებდა წმინდანი გახდა და მაინც მატყუებს წმინდანი კი არა ხლეა მაგი გამიში მე ვსწავლობდი იცით გოგი ჩემთვის ეს საინტერესო იყო იმიტომ რომ ჯერ რაღაც საფუძველი ხო არის ამ ეს ფობია რომ დავინახე ერთხელ ერთ ნაშრომში დავწერე კიდევაც მე პატარა ნაშრომი ზურაბ კიკნაძემ თხოვა რომ საქართველოს გამოდიოდა წიგნი 1000 წლეულის გაჟვარედინზე რაღაც ასე ქვია წიგნს და მე დავწერე ქართულ მენტალობაზე იმიტომ და დამეწერა იქ ჩავრთე პირველად ჩავრთეს არავინ არავას არ ამბობდა რომ აქ არის არმენოფობია არის ეს არმენოფობია ეს არის ფაქტი ეხლა რატომ არის როგორ არის სხვა საკითხი იქაც დავწერე მე ვსწავლობდი ამ საკითხს მეტნაკლებად ეს მაგრამ აუცილებელია უნდა წაიკითხო ქვათაღაღადი ჭავჭავადა საუბრობს წაიკითხო ჰაოსი და ქართლოსი ვარებშავასი ხო და ამის გარდა შეხედო რა პოლიტიკური სტრატა იყო მაშინ ვინ მუშაობდა რა ძალები იყო ეკონომიკურად რა სიტუაცია იყო და ყველაფერი თავისუფლად ნათელი ხდება რომ ელემენტარულად მანდ იყო სოციალური ეკონომიკური უთანასწორობა როცა იყო და რეალურად ასე ხდებოდა და მე შეიძლება რაღაც კიდე თვისებები ეთნიკური აი ძალიან ისეთი ეთნიკური თვისებები ემატება იმისთვის რომ გაღვივდეს აი ეს ესეთი დაპირისპირება ანუ ის რაც ებრაელებმა გააკეთეს რუსეთში და ევროპაში როდესაც აი ქალაქურ კულტურას მოერგნენ და აქ გააკეთეს შეიძლება თქვა სომხებმა ხო იმიტომ უფრო ქალაქში იყვნენ გასაგები და იყვნენ მრეწველები იყვნენ და წვილი ხო ეს რაც მეწარმეები ხო რითმა სოფელში არ მუშაობდნენ როგორც წესი ანუ სხვა ფორმა ჰქონდათ მე ქალაქები მაშინ მძლავრდებოდა ქალაქში გადადიოდა ყველაფერი უკვე ქალაქები იწყებენ რეალურად და ქართველი გლეხი ჩამოდის ქალაქში და ხედავს რომ ქალაქი არის სომხების და ეჩვენება რომ მას ატყუებენ ვაჭრობა თავისთავად უკვე გულისხმობს ამას ხო რომ მას ეჩვენება რომ ნუ რა თქმა უნდა ეჩვენოს მე მანდ არის ის დრო რომ სოციალური სამართლიანობის იქ იწერება იქ პოეზია მუშაობს, პროზა მუშაობს, მე თვით გამორკვევის პრაქტიკულად რუსეთის იმპერიას ასე უნდა დააბრალო. რუსეთის იმპერიის დროს ხდება გამორკვევა ქართველების როგორც იდენტიფიკაცია საკუთარ თავის როგორც ეროვნების, აი ბოლომდე. იმიტომ რომ შენ ვიღაცა ბატონობს, შენში უფრო ღვივდება შენი, რომ შენ სხვა ხარ, შენი ღირებულები გაგაჩნია და ეს ღირებულები დასაცავია და ისე შემდეგ. ანუ პირიქით შენ იმპერია გიქმნის ხშირად თუ ეს არ არის იმპერია, რომელიც ბოლომდის მონობაში გახსოვს როგორც ჩვენ ახლა ზოგჯერ გონია და ასე არ არის სწორი. იმიტომ აი ახლა ნახეთ 1912 წელს
ფანტასტიკური ფილმი რო არის გადაღებული ახლა პირველი მსოფლიოში დოკუმენტური სრულმეტრაჟიანი ფილმი, როგორ იყვნენ გლეხები, რა არ იყვნენ ისეთ დაჩმორილები ბოლომდე, მაგრამ პრინციპში ნუ ეს სოციალური არათანასწორო უკვე იყო ეს. გავიგე. და მე საბჭოთა კავშირის დროს რა არის საინტერესო რომ აი თბილისზე წიგნები რო გამოდის ხოლმე მალავდნენ იმას მე ნანახი მაქვს თქვა რევოლუციამდე გამოსული აი ცნობარები. იმ რევოლუციამდე. ხო. და არა, იმ რევოლუციამდე. და რას ხედავ, რომ სულ სომხური გვარებია, ხო თბილისში ვხედავ. კბილის ექიმი, ინჟინერი, არქიტექტორი. ნუ ამას ვამჩნევ, ანუ აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ფაქტორი, ხო? ხო და ხო გარკვეულწილად აი სომხებს აქ მე ვიცი რომ ძალიან სწინთ რომ აი ეს ის რომ ისინი მართლაც იყვნენ და მართლა ბევრი საქმე გაუკეთებთ თბილისის მიჩქმალული და არც აბრარი არც არაფერი ჩვენ ვიცით რომ არამეც ისავდა არამეც უნდა და სწორია წინთ რატო არ უნდა წინდეთ ეგ აბსოლუტურად იმიტომ წინდეს იმიტომ ეს არის თბილისის ისტორია შენ თუ გინდა თბილისის ისტორია მოშალო მაშინ არ უნდა ახსენო არც სომეხი არც არაფერი არც ებრაელი რომელიც აქ იყო სომეხთა დიდი სათვისტომო თბილისში საუკუნეები არსებობს მათი კომპაქტური დასახლებები კი საქართველოში პირველად სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში გაჩნდა. 1828-1832 წლებში მეფის რუსეთის მთავრობამ თურქეთის ტერიტორიიდან 95,000 დევნილი სომეხი დაასახლა. თუმცა სომხები ქართულ ისტორიულ წყაროებში ადრეულ საუკუნეებშიც მოიხსენიებიან. უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ არა მხოლოდ დავუშვათ ერაკლეს ჟამინდელი საიათნოვა იყო მის კარის პოეტად და მიღებულ კაცად, რომელიც ესე იგი სამეფო დარბაზში ისევე იყო სრულფერიანი წევრი, როგორც მაგალითად ნებისმიერი დარბაზიონის წარმომადგენელი და დარბაზიონი გულისხმობს მოგეხსენებათ თქვენ სახელმწიფოს წამყვან ძალას თავისთავად. არა მხოლოდ ეს იყო, არამედ დავით აღმაშენებლის დროს, თამარის დროს სამეფო ქართულ სამეფო კარზე ყოველთვის მიღებული იყო აი სომხური კულტურული წარმომავლობა და არა მხოლოდ კულტურული, ამავე დროს პოლიტიკური წარმომავლობა. მე-19 საუკუნის შუახანებში, როცა თბილისი კავკასიის მხარის ცენტრი იყო, თბილისელმა სომხებმა ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართვა იოლად მოახერხეს. ავლაბარსა და სოლოლაკში სავაჭრო ქარვასლების უმეტესობას სომეხი ვაჭრები ფლობდნენ. მდიდარ სომხებს უცხოეთიდან ცნობილი არქიტექტორები ჩამოყავდათ და მათ ევროპული სტილის სახლებს აშენებინებდნენ. თბილისში რამდენიმე ასეთი შენობაა შემორჩენილი. მათ შორის ყველაზე ცნობილი მელიქ აზარიანცის და ბოზარჯიანცის სახლებია. იგივე ქუთაისის ისტორია ხლა ებრაელების გარეშე შეიძლება დაიწეროს სამწუხაროდ ჩვენ ებრაელებიც დავკარგეთ ახლა რეალურად რატომ ხდა ეს და როდის დაიწყო ეს პროცესი თუ გიფიქრე რომელი პროცესი აი ეს პროცესი დაკარგვის განდევნის ნუ ახლა ძირითადად ჩვენ საბჭოთა კავშირის დროს განდევნის ვისი რა ელემენტები აი ებრაელები თქვი სომხები ნუ ებრაელები ბოლოს რამდენიმე ტალღა იყო ისტორიიდან განდევნის ასე ვთქვათ ხო ისტორიიდან რომ ამაზე არ უნდათ წერა ლაპარაკი და ისტორია ისე ადრეს რა გამოდიოდა წიგნებით საქართველოს ვთქვათ გამოვიდა წიგნი იქ არავინ აი იქ ადამიანიც არ იყო გეტყვი მეცაც გეტყვი იქ რა ხოლმე სომეხი და ქურთი არ იყო იქ ადამიანიც ქართველიც არ იყო იქ იყო ზოგადი აი ადამიანებს გაურბოდით ჩვენ რო სამ წიგნებს კეთებო ძირთად ხედები რაღაცები რაღაც და ადამიანს რაღაც ზოგადად რაღაცა ბავშვი სადღაც ციცინის რაღაც ჩაცმულის ჩოხაში აუცილებლად რაღაცა მოქართულო ის რო იყოს და აი ეს მრავალფეროვნება ჩვენი მან დარშანდა რა თქმა უნდა ჩვენი ეთნიკური მრავალფეროვნება იყო ფილმებში მანანაში რო არის ერთი ქურთ ხალს რო თამაშობს ჩვენი აი ეს არ არის თუნდაც მანანას ქურთი ხალი რომ ავიღოთ როგორ ვით არა პოლიტკორექტული სახე როგორ არის ეს სტერეოტიპული ცოტა ხა მე რო ქურთი ვიყო მეწყინებოდა იუმორითაც უნდა დავინახოთ ეს სიტუაცია მართლაც ასე იყო რომ განაწილებული იყო საქმე აი პარიკმახერები აი ფოტოგრაფები ახლა სომხები იყვნენ ქართველებიც იყვნენ მაგრამ ნუ იყვნენ ჯერ ებრაელები იყვნენ გერმანელები იყვნენ ჯერ ეს პროფესია ისეთი რომ მოითხოვდა ახლა ყველა იღებს და არაფერი არ ჭირდება მოითხოვდა ძალიან ისეთ აი ქართული ხასიათიდან გამომდინარე მიუღებელი იყო იმიტომ რომ აწონო დაწონო გრამები რაღაცები არ არის ქართულში დაასხი далее. Меня не проходит, чтобы ты новое не требовала. Что ты глотаешь, что ли? Ты это разве не знаешь, какие-то? Ну и валяй, хоть сегодня чихать хотела. Пока я здесь управдом, я не позволю.
Не позволю разбазаривать государственное имущество. Вот твое заветное имущество. А чем подметать тебе до этого нет дела. Только мне ты рот не закроешь, и замок не на такую нарвался. Да. Не позволю, бюрократ. Попросил бы. Знаешь что? Не хочешь давать метлу, не давай, мне не нужно. Купи машину, чтобы сама подметала и поливала. Можешь? Не можешь? Хорошо, тогда чем же подметать? Только это от тебя и слышно. Ничего другого не знаешь. Ну что ты будешь делать? Ну а чем подметать? Носом подметай. Ну если на то пошло, твой нос больше, давай твоим подмету. Не понравилось, значит, моим можно, а свой нос лечь. Где бы найти такую метлу, чтобы вывести всех бюрократов? Это я бюрократ? Ясно, ты, а кто же еще? Ну, будь ты не ладен. უფრო ისეთი არ და არ გწყინდათ რომ აი სომეხი ფოტოგრაფიის სომეხი უნდა იყოს მაგალითად. ნუ რაღაც არა იუმორითო რა მოდი მაინტერესებს. აი ეს ახლა აი შენი მხრიდან სერგო ფარაჯანოვზე როგორ იყო იცი სერგო ფარაჯანოვის დიშვილმა სთხოვა რომ მომაწყეო რა მომაწყე ხელი შემიწყო რომ ინსტიტუტში ახლა თეატრალურ ინსტიტუტში ხარაც ვერ ხაჩატუროვი იყო გარიკა მაშინ ეგ აღწერია ჩემ წიგნში და მივიდა სერგოსთან სერგო მინდა ჩავაბარო იქ და ხელი შემიწყეო და მაგან აწია ასეთი პარიკმახრის შვილი იყო ის თვითონ ჟორაცი. ჟორა მუშაობდა ზარავასტოკაში. ზარავასტოკაში იყო საპარიკმახრო ცნობილი და იქ მუშაობდა ჟორა. მაგან აწია ასეთი სერგომ და თქვა: "Син парикмахера, может быть только парикмахером. Ха-ха, дамским." ასე თბილისურად უთხრა რომ შენ იმ შენი ადგილი ნაჭუში რომ ზიხარო იქიდან ვერ გამოხვალ მართალი ის მე ჩააბარა რაღაც თელი ამბები მოხდა ციხეში ჩაჯდა სერგო ამის შემდეგ მე ყველაფერი მაგრამ რეალურად მოხდა გარღვევა აი ამ გვარათროს იმ გარიკამ და აი საბჭოთა კავშირი იყო და მაგრამ გვარს აქცევდნენ ყურადღებას ხო ხედავ საბჭოთა კავშირი იყო მაგრამ იცი რა ფეოდალური სახელმწიფო იყო საბჭოთა კავშირი რეალურად იყო ფეოდალური სიტუაცია იმიტომ როცა შენ გადადიხარ უკვე კაპიტალისტურ ნამთ სიტუაციაში იქ შეიძლება ეროვნებას ნაკლებად აქვს როცა ფეოდალური ფეოდალები არ როგორც ახლა სადღაც წავლენ სვანები მოყავთ აი სუბეთნიკურ დონეზე ხდება მეგრლები მოყავთ ახლა გიკვირთ რომ მან ხდებოდა ესეთი მაგრამ ფეოდალური იდეოლოგიური პოლიტიკური სისტემა საქართველოში დარჩა ლამის დღემდე და რა თქმა უნდა ჩვენ ვათავსებთ ეხლაც ვათავსებთ ფეოდალურ ელემენტებს და შეიძლება აი სწორედ უმცირესობის მიმართ დამოკიდებულებაში ეს ძალიან კარგად ჩანს უფალო ორდეხაი 25 საუკუნეა ხაცო 27 ვაგიფა რაფიკა რაზმიკა ვასა სულ ყველა ერთად ავარ ერთად ჭირს და ხის ვიზიარებთ გევედრები უფალო ზეციურ საქართველოში იქაც ხო ერთად ვიქნებით ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი არის, ხა მე ეთნიკურ სომხებს ვესაუბრე და ბევრმა თქვა რომ მაინც გაუნათლებლობა ბადებს ამ ფობიას, ну ასეთვლიან მიხვდებით რომ ჩვენ ვისაუბრეთ რაღაც ირაციონალურ ძირებზე. ეს არის ეკლესია, მაგალითად სომხური გრიგორიანული ეკლესია ასე ამბობენ. არ არის სწორი ეს არის. ხო და არის ეს არის ის მე რომ ამბობენ მონოფიზიტური არც ეს არის. ხო და აი რა არის? რა არის იცით როგორ იყო ნიკეის კრებები რო იყო პირველი მეორე მესამე ესე იგი ჩვენ ვართ მართლმადიდებლები, ქართველი მართლმადიდებლები მეშვიდე ნიკეის კრების ხალხი. ისინი არიან მეხუთე თუ მეოთხესი, ანუ მანამდე უფრო ძველი, უფრო არქაულიც არის. იმიტომ მე სომხები ფიქრობენ ჩვენი უფრო მართალი ადგილი უფრო არქაული ხო. ნუ ეგეც არის და ესეთი მომენტებია რა. ხო და აი ქართულს გონია რომ ეს რაღაცა სხვა რამის ფიქრობს რომ სექტაა ხოლმე ასეთი რამე. ფიქრობს რომ იცით რა მან რას აბრალე მე ხო წიგნში წავიკითხე ნახე სიცილით ვერ მოკვდები. აი ისინი მონოფიზიტები არიან და არის მონოფიზიტობა
მონოფილობა. მან და არა, ერთი არ არის მონოფილობა. მოსვიდო ნიშნავს საერთოდ რომ შენ მხოლოდ ერთ იპოსტას ქრისტეს აფასებ და ვითომ სომხები მხოლოდ მის სულიერ და ღვთაებრივ საწყისზე ამახვე. ისინი როგორ არის, მან როგორ არის, ჩვენ თუ ნახევრად ვამბობთ მართლმადიდებლები, ჩვენ ვამბობთ ქართულ მართლმადიდებლობას გულისხმობ, ამ შემთხვევაში ვამბობთ რომ ნახევარით ასე ახლა ვინ გაყო და ვინ გაზომა როდისმე რომ ის არის ადამიანიც და კაცს ხო. და იქ კიდე როგორ არის, უფრო მეტი ყურადღება ექცევა მის ღვთაებრივ ბუნებას და ნაკლები ყურადღება. აი როგორ თქვა, ახლა ვერ აწონი, ვერ დაწონი, მაგრამ უფრო ლაპარაკი მეტია მის ღვთაებრივ საქმეზე და ამის გამო სომხებს აბრალებდნენ, აბრალიან კიდევაც ახლა რომ ესე იგი ჩვენ როცა ვტირი ვართ რომ ჯვარცმულია, ესე იგი მათ კიდე ეცინებათ. ნუ არ არის ასე რა, ნუ არ არის. ეცინებათო? ნუ ეცინებათო, იმიტომ რომ რადგან იციან რომ ეს ღვთაებაა და მას ღვთაებას რა ახლა ეს ლურსმანი რას უზავს? თუ ბოლომდის ღვთაება ხარ რა. ნუ აი ესეთი აი ეკლესიური გაუგება. სამწუხაროდ არ შეიძლება სომხებმა შემოწმებულები გაუწიოთ მათ მონოფიზიტობა მიიღებენ, რაც მონოფიზიტები არიან. ამიტომაც სომხური ეკლესია მოწყვეტილია მადლით, ის ეკლესია სრულიად აღარ აღიქმება და არ ეზოდება. იძახიან ჩვენ მოციქულთა ეკლესია ვარ, მათ მოციქულებთან არაფერს საერთო არ აქვს. მოციქულები ამას არ ასწავლიან, რასაც დღეს სომხეთის ეკლესია გადააჭერს. მოციქულები იყვნენ მართლმადიდებლები, დიოფიზიტები, ეს ჩანს პირდაპირ პეტრე და პავლე მოციქულის ჩასწორებული ფრაგმენტი. ამიტომ როდესაც სომხები მოციქულობრივობას იბრალებენ და თავიანთ ეკლესიას მოციქულს სამოციქულოს ეძახიან, ეს ტყუილია. სომხები იძახიან ჩვენ გრიგორიანელები ვართ, წმინდა გრიგორის მიმდევრები ვართ. წმინდა გრიგორი მართლმადიდებელი ის მონოფიზიტი არ ყოფილა. წმინდა გრიგორს ეს არ უსწავლებია სომხებისთვის, რასაც ქრისტიანი ხატია. ძალიან კარგი ციგნია ესენი არცე კათოლიკოსის ციგნი განყოფისათვის ქართულთა და სომხთა ყველაფერი საწოლებით ეს და პირდაპირ არცე კათოლიკოსი ეუნება სომხების არ მესვეთან არაფერი საერთო არ არის. ერთადერთი შეიძლება იერუსალიმში აღმოსავლეთ გზად გამოვიაროთ ქვეყანაში. ჩვენ ეკლესიას არაფერი საერთო აღარ აქვს ერთმანეთში. თქვენ უღალატეთ ქრისტეს და მიიღეთ მონოფიზიტობა. ეს დავა ეკლესიური არის ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი. თუ გახსოვს, როცა იღებდნენ აი რელიგიური რეგისტრაციის კანონს მაშინ, ეს იყო გარკვეული როგორ გითხრა, იმპულსი იმისათვის, რომ ადამიანებს, მათ შორის ცნობილ ადამიანებს, მათ შორის ინტელექტუალებს და პოლიტიკოსებს საშინელი ანტისომხური განცხადებები გაეკეთებინათ. ხო? სწორედ აქ ეკლესიამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. ერთ-ერთი ინიციატორი ამ პროექტის ლაშა თორდია მითხრა კონსტიტუციაში ისედაც წერია, რომ ანუ აი ამ კონფესიებს თქვა თავისუფლად ქადაგების თუ რაც წერია, ხო? არავინ არ უშლის თავისუფლად ქადაგებას. ყარდება აი ამ კოდექსში, სამხედრო კოდექსში. აგიხსნით ეხა დეტალებს რაც შეეხება. თქვენ ვთქვით რომ რამოდენიმე ჯერტი ბატონ თორდიას რომ უნდა ეს მიაშაფათოს, ესე არ არის, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ თქვენ იცით, როდესაც ჩამოსული იყო სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოში სომხეთის პატრიარქი გარეგინ მეორე, ორი საკითხიდან რომელიც განიხილებოდა, ერთ-ერთი იყო სწორედ აი სომხური ეკლესიისათვის სტატუსის მინიჭება და ანალოგიური საკითხი დგას სხვა ეკლესიებთან და რელიგიურ დაწესებულებებთან მიმართებაში. გამოქვეყნდა საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება ამ ვიზიტის შემდგომ, რომ საქართველოს საპატრიარქო ხარს უჭერს პირველი საკითხის დადებითად გადაწყვეტას, ხოლო მეორე საკითხს, რაც შეეხებოდა სამლოცველოების უშუალოდ საკუთრების გადაწყვეტას, საქართველოს საპატრიარქომ გამოთქვა ინიციატივა, რომ შექმნილიყო ერთობლივი კომისია. და საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია იყო აბსოლუტურად სახელმწიფოებრივი და ეროვნული, რომ ეს საკითხები ერთობლივად უნდა გადაწყვეტილიყო საქართველოშიც, სომხეთშიც, აგრეთვე ანალოგიური შეიძლება გავრცელდეს შემდგომ რეჟიმი ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-თურქულ ურთიერთობებში. და საქართველოს მთავრობა, რომელსაც პირობითად ქვია საქართველოს მთავრობა, თორე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად უფრო სხვა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, ცალმხრივად იღებს გადაწყვეტილებას, რომ გადაწყდეს საქართველოში სხვა რელიგიური მიმდინარეობებისათვის სტატუსის მინიჭების საკითხი და საქართველოს საპატრიარქოს ტოვებს შეუიარაღებელს ინსტრუმენტის გარეშე, არგუმენტის გარეშე ამ მოლაპარაკებებს. ანუ პრაქტიკულად არანაირი мотиваცია არ რჩება არც სომხეთს, არც აზერბაიჯანს, არც თურქეთს, არც რომელიმე სხვა ქვეყანას, რომ იმსჯელოს იქ
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიებისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ და როგორც გახსნილი იყო ადრე აბანოები, ისე დარჩება იქ უძველეს ქართულ მონასტრებში ისევ აბანოები გახსნილი. შენ თქვი რომ ჯობია ვილაპარაკოთ საერთოზეო რაც გვაქვს ვიდრე განსხვავებული. შეგვიძლია ვილაპარაკოთ განსხვავებაზე, ეკლესიის განსხვავებები არ არის საინტერესო, იმიტომ ეგ ისეთი ქრისტიანობა იმდენი გამიმართულებით არის, მაშინ ჩვენ არ არის საინტერესო შეიძლება, მაგრამ ეს ძირი კონფლიქტის ამაში არის ჩადებული ძალიან ძლიერი, ანუ ნაღმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ ამგონი მე ნახს არ უწოდებდი მას. აი რამდენი სომხური ეკლესია რომელიც განადგურდა ფაქტობრივად. განადგურდა, ხო, მართლაც განადგურდა, მაგრამ იცით როგორ მოხდა, როცა კომუნისტები მოვიდნენ სომხურის განადგურებას, გურიაში საერთოდ გურიელები ხო ის რა სტრაფები არიან და ესე იგი ფიცხები არიან, ზუსტად დაანგრიეს ყველაფერი მოშალეს და ბევრი ეკლესია დაინგრა, რა თქმა უნდა, და კარგი და თავიდანვე რომელიც სომხურად იყო აშენებული, ასეთი დაინგრა, მაგრამ უვერობარესი მოხდა. ის ეკლესიები, რომელიც მიჩნეული იყვნენ როგორც სომხური, ეხლა რაც თბილისში არის, აი ჩვენ თვალწინ იგრევა, თუმცა შემორჩა კიდე საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი აბრა, რომ სახელმწიფო იცავს ამას და არ იცავს სახელმწიფო და ზუსტად ეს აეჭვიანებს სომხებს, როგორც მე ვიცი, მე ახლოს ვარ ეხლა ამ არც მე ვარ სომხები ეჭვიანები არიან, ქართველები ამბობენ. არა, ეჭვიანებისთვის არის დიდი საბუთი, როცა შენ არ უვლი და მიეცი საშუალება მზეს, წვიმას, ქარს, ყველაფერს დაენგრიეს და არ უპატრონებ, ეს იგი გინდა რომ ჩემი დანგრეული იქნას. თუ შენი იყო, თუ შენია, რატომ არ უვლია რა? თუ აცხადებ რომ შენია, მოვარ. ჯერთი შენია თუ ვისია, არც უნდა კონდეს მნიშვნელობა სახელმწიფოს, რომ ეს არის კულტურული ძეგლი საქართველოსი. სომხური ეკლესია, რომელიც აქ არის აშენებული, არის საქართველოს კულტურული ძეგლი. და უნდა ამ საქართველოს თავის სახელმწიფოს თელი სტრუქტურები თავიდან ბოლოს შეთანხმებულად შეიძლება ეკლესიასთანაც მოუაროს ამას რა. ჯერ მოუაროს და მერე თუ გადასაწყვეტია ვისია და როგორ არის გადაწყვეტოს, მაგრამ როცა დაინგროვა мер разрыв გადაწყვეტს. Больше аварийная часть вот над алтарем. И со временем, когда начали падать вот обломки сверху, и по наставлению епископа был наставлен запрет на проведение литургии, потому что это было уже небезопасно. ლიტურგიის აკრძალვის შემდეგ სანემოტო სამუშაოები დაიწყო. ბზარები, რომელიც ეკლესიის შიგნითა და გარეთა ფასადზეა, წლების განმავლობაში გაჩნდა. ეჩმიაძენის სახელობის ეკლესიაში რესტავრაცია არასდროს ჩატარებულა, თუმცა ეკლესია ერთხელ 1988 წლის მიწისძვრის შემდეგ შეაკეთეს. ამჯერად ეკლესიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. Вот таких шурфов, значит 4 по углам. Это 4 снаружи, да? თბილისში სულ ორი მოქმედი გრიგორიანული ეკლესია. ეჩმიაძენის სახელობის ეკლესია მე-19 საუკუნის დასაწყისში ადგილობრივი სომხების ხელშეწყობით აშენდა. ის ნაგებობა ნელ-ნელა აგურით შეიცვალა. ადგილი კი საგანგებოდ ძველი თბილისური უბანი ავლაბარი შეირჩა. განსაკუთრებული არის იმით, რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი ეკლესია, რომელიც აშენდა თბილისში. ალბათ ამიტომ და ტრადიციულად ხალხი მოდის აქ. გიორგი აკოფოვი ამ ეკლესიაში უკვე 9 წელი თითქმის ყოველ კვირა დღეს დადის. მისთვის ამ ადგილს განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. დაჩეს როგორც არის, არ დაანგრიონ არაფერი. ძველებულია და რაც არის წინა აქ არის ნამდვილად. რესტავრაციის დასრულება წელიწად ნახევარში იგეგმება. მანამდე კი წირვა ერთ-ერთ საეკლესიო შენობაში აღევლინება. რით იხსნის შენ ამას ამ რით იხსნი რომ აი ამ შიშს რით იხსნი? ნუ ეს ფობია ჩაიწერა დიდი ხნის წინ რომ აი თქვათ მომატყუებს. დამიფხო, ყველაზე გავრცელებული არის, ხო? დამიფხრობს ან არა, ის არის გავრცელებული, ის არის, ნუ არის რაღაც წიგნები გამოვიდა, ასეთ 600 ეკლესია, მერე გამოვიდა ასეთ წიგნის აწერია, რომ სომხური ეკლესიები საქართველოში და ისეთი ის ნიშანი დგას, კითხვის ნიშანი. რაშოს კითხვის ნიშანი დგას, ვერ გავიგე. ნუ თუ აქ სომხები ამდენ ცხოვრობდნენ დავით აღმაშენებლის და უფრო ადრე დროიდან, ნუ თუ ეკლესიას ვერ აშენებდნენ თავისას, ეს ხო თავისთავად თუ არავის სინაგოგაზე არ მოსდის, თქვათ, პრობლემა და ესეც სულელო რაღაცების იყო ხო ებრაელები მხოლოდ ერთადერთი ვინ ჩვენთან კარგად მოიხსნა და რაღაც ეს ისეთი საშინელი იყო აი 99 წელს 9 აპრილს მე პირველად გავიგე საშინება წივის კივის ხალხი რატომ არც ერთი არაქართველი არ დაიღუპა მანდ იმის მაგრამ თუ ეწილათ რომ რატომ ეს 20 გოგონა გაწირეთ საერთოდ ეგეც ცალკე საკითხავია რომ რეალურად გაწირეს მე ასე მგონია და აქ ლაპარაკი იმაზე რომ ვიღაცის დაბრალებაზე როცა შენ გაწირე აქ მთელი შენი სასტავით როცა შენ მიატოვე ეს ბავშვები მან და ითხოვდი იმას და იცოდი რომ საშიშროება არის და მე რა ვიცი მან მთელი ამბები ხდება პატრიარქს მიკროფონს არ თმევენ და მამაო ჩვენოს კითხულობ ყველაფერი გავიხსენე Думали, дальше я почему еще долго высадилась.
სიწყნარე იყოს ძალიან თხოვთ, ძალიან თხოვთ. კაცო, თავს სიწყნარე მოიცი. მოიცი. და თუ მიიწვდებით იმას ვერ გავიდი. გამატარი. Комментарий можно. Вот несколько слов, пожалуйста, о создавшейся ситуации и ваше мнение вот целого вашего приезда. Вы знаете, я приехал от имени по поручению армянского общенационального движения, от комитета Карабахского движения, чтобы выразить здесь солидарность. Мы восхищаемся с тем, что сейчас делается у вас. Эти молодые ребята, это геройство. И еще есть у меня одно поручение. Сказать здесь о том, что состоялась сессия Верховного Совета Армении, она так и состоялась. И на этой сессии было сделано предложение по поводу проектов Конституции. Там предложено отложить рассмотрение, создать комиссию из представителей всех республик и разработать новый проект. Только тогда рассматривать эти проекты Конституции. И еще у меня есть поручение обращаться к армянам, живущим в Грузии. Мы считаем, наше движение считает, что армяне, живущие здесь, должны всячески поддерживать национальное движение Грузии, поскольку они граждане Грузии. Поддерживать и все делать для укрепления той дружбы, которая есть у армянско-грузинского народа. Вековая дружба, это нам очень дорого, всячески это должны делать. И я бы был лично рад, если бы здесь вместе с грузинами сидели армяне. Это вопрос для всех. Вот დაიწყო იწყება ფობიები იმ წამშევაც. იქვე იწყებოდა ყოველთვის არის ეს საწვავი. ეგ პერიოდი საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია სომხებთან დამოკიდებულებაშიც, ხო? უკვე ნაციონალური მოძრაობა საქართველოს. ნაციონალური მოძრაობა, აი პირველად გეტყვით, მე ეხლა უნდა ჩემი დავწერო კი არა, ფოტოგრაფით იქნება შემკული, რა თქმა უნდა. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორია, ძალიან სუბიექტური. ამ პროექტზე ვმუშაობ. ეს იქნება სუბიექტური, თავიდან ვწერო. ფოტოგრაფიც არის სუბიექტური და ჩემი მოსაზრება რომ არ იყოს სუბიექტური, სუბიექტივი ვარიანტი არ გამოვიდა. იქ ვამბობ, რომ მე პირველად რომ მოვისმინე ზვიად გამსახურდიას გამოსვლა იპოდრომზე, პირველი მის საჯარო გამოსვლა რო იყო, მე ვიგრძენი, ახლა რა ვიცი, შეიძლება ზუსტი შედარება არის, როგორც დაახლოებით ებრაელმა იგრძნო ბერლინში, აი ბროლის ღამის დროს. ესე იგი, იმდენი არმენოფობიული, აი ზუსტად არ ის იყო მან ტექსტები უკვე მაშინ გაიჟღერა და ყველაზე მეტად კი არ გამიკვირდა ერთი შეიძლება ადამიანი იყოს ამის მოსაზრებების მატარებელი ვთქვათ, არა, იგივე ზვიად გამსახურდი. ქართველების თვალები გამიკვირდა. ჩვენი მოთხოვნებია შეიცვალოს მარტივი ხელმძღვანელობა მთლიანად, ვინაიდან მართალია ქართული მოსახლეობა იყო უმცირესობა, მაგრამ საქართველოს ქართველების ქვეყანაა და თანამდებობებზე დანიშნვის დროს და ბატონობდეს პრინციპი საქართველოში პრივილეგია უნდა მიეცეს ქართველებს. ამის გამო ჩვენ მივმართეთ ქართველ ერს ამ მიმართავს შესაბამის დროს ჩვენ გამოვაკეთებთ და ყველანი გაეცნობით. ამჟამად ჩვენ ამავე დროს მოუწოდეთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ეს ყოველივე არ გადაიზარდოს ეროვნულ შოუში აზერბაიჯანელების წინააღმდეგ. ესაც ხობს, როდესაც ჩვენ ვაბრალებს თითქოს ჩვენ ვაბრალებ ეროვნულ შოუს და მოუწოდებთ თითქოს არ ქართულთა ხოცვისაგან. ეს არის უხეში ციგისწამება, პროვოკაცია გაზეთების მხრივ. პირიქით ჩვენ მოუწოდებთ ციგისაგან, ეროვნულ შოუს გაუქმებისაგან, მაგრამ მოვიწყოთ ქართულთა უფლებების აღდგენას, ქართული ენის პრიორიტეტის დაცვას, ქართული ენის სახელმწიფო და ერთაშორის ენას ცევას მარტაულის რაიონში და მთელ საქართველოში. და გურავს თუნდა უკეთესი აპარატი მეგონი მაშინ რაღაც ამ პატარა წამოვიდა გაფრთხილებული აი ეს თვალები რომ ისრუტავდნენ ამას ყველაფერს და ისრუტავდნენ ამ ნუ საწამლავი იყო რეალურად და ჩვენ ხო მე გადავარდით ამ ეთნო კონფლიქტებში რა გადავარდით ხა მარტო სომხებზე კი არ იყო საუბარი მან ხო მაგრამ აი მაგალითად აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანია რომ სომხებზე როგორ არ იყო საუბარი აი იყო ასეთი რეალურად შეიძლება არსებობდა და ალბათ არსებობდა ეგრეთ წოდებული ბაგრამიანის ბატალიონი რომლისგანაც შეიქმნა მე მითი არა მითი არ არის ეს არსებობდა ეს ბატალიონი მართლა მაგრამ ამას მუდმივად ახსენებდნენ როგორც აი სომხების ზაკრული გეგმა იყო ეს თან არ უნდა ხსენება ოფიციალურ დონეზე ცდილობენ რომ არ გაიხსენონ Этот батальон
является примером, достойным для подражания для каждого гражданина Абхазии и, в частности, для тех молодых ребят, армян, которые сегодня служат в абхазской армии и которые только сейчас призываются вооруженной силой Абхазии. Я считаю, что этот батальон, во главе которого стоял любимый всеми нами Касьян Вагаршак, я хорошо знаю Трапезаняна Галуста, героя Абхазии, Аванеса Асатуряна, героя Абхазии, Сергея Зебеляна и многих других, бойцы этого батальона, все армяне, которые сражались вместе с нами плечом к плечу, защищая Абхазию, не только подтвердили, что они достойные граждане Абхазии, но они стали за это время нашими единокровными братьями. К несчастью, многие из этих ребят не дожили до наших дней. Вечная память героям, мир их праху. А тем ребятам, тем бойцам, которые дошли до счастливого Дня Победы, я желаю долгих лет жизни, желаю здоровья и благополучия. Я желаю им, чтобы они и их дети жили в свободной, счастливой Абхазии. ეხლა თქვა თუ როცა ლაპარაკი იმაზე რომ შევრიგდეთ და რაღაცა არავინ არ ლაპარაკობს იმაზე რომ სომხები რომელიც ცხოვრობენ აფხაზეთში მეტნიც არიან ვიდრე აფხაზები. ანუ რეალურად შენ თუ ლაპარაკობ აფხაზეთთან და აფხაზეთის შემორიგებას არა მხოლოდ როგორც ტერიტორიას ჩვენ სულელუ ტერმინი გვაქვს ტერიტორიულ მთლიანობაზე სულ ლაპარაკობ სამშობლოზე არ ლაპარაკობ ეს ჩვენი სამშობლოა და ჩვენ უნდა სამშობლოსთვის დავიღუპოთ ან ვიწვალოთ ვიღვაწოთ სამშობლოსთვის და არა ტერიტორიული მთლიანობისთვის არა ხო და ეს სამშობლო მოიცავს აფხაზებსაც მათ რუსებსაც მოიცავს და სომხებსაც ძალიან სერიოზულად და იმათანაც არის საუბრო კი ჩვენთან ხო იცი იწუშე რა ფეხ ქვეშ ყოლად არა კაცო უნდა დაელაპარაკო ადამიანს იმას უნდა შეუქმნა განცდა რომ შენ არ იქნები დაზარალებული ამ შეუგლების შემდეგაც და ჩვენ როგორ ჩავედით მან 14 აგვისტოს ხო იცი ჯერ პირველ დღეს დავერიეთ აფხაზებს მერე დავერიეთ სომხებს და მესამედ დავერიეთ უკვე ქართველებს მანვე ნუ იმიტომ ეს ჯარი რო შემოვიდა მაშინ ხო ჯარი არ იყო მოგეხსენებათ რა იყო და ჩვენ არ გვინდა ჩვენ ესეც არ გვინდა კარგად გავიხსენოთ რა ხდება 14 აგვისტოს ახლა გავაშოროთ ქუჩაში როდის დაიწყო აფხაზეთის ომი 100-დან რამდენი ადამიანი გეტყვის იურა ეხა სულ ვაკვირდები სულ ამბობს სიტყვას ჩვენ და გაიხსენე აი ეს პერიოდი რომ მიტინგზეო მოვისმინეო და ჩავთვალე და ძალიან ბევრი წავიდა მაშინ თბილისიდან საქართველოსთან სომხეთში ძალიან ცუდი ატმოსფერო იყო იმიტომ ჩვენ არ გვინდა კიდევ ერთხელ ჩვენ აზიური ბუნებიდან გამომდი არ გვინდა გავიხსენოთ ეს მომენტები რატო არ ვიხსენებთ ან ვისაც გასახსენებელი ქონდა მართლა წავიდა და არ იხსენებს იმის გვარ რომ წასულია აი შენი ნაცნობები წავიდნენ აი ჩემი ამერიკელი მეგობრე ხა ამერიკელია თუ რა ცხოვრობდა თბილისელი მას გაიცნო ბაქოდან ჩამოვიდა სომეხი იქიდან წამოვიდა უამრავი ხალხი და ერთ თბილისში დასახლდა ეს გოგონა შეერთო ცოლად და ეს გოგონა წავიდა მაღაზიაში პურის საყიდვად რა თქმა უნდა ქართული არ ისოდა იმიტომ იქიდან ჩამოსულიყო ისოდა რუსული და ისოდა სომხური და ისოდა აზერბაიჯანული ნუ რა ენაზე პური მოითხოვა რაღაც და როცა მან უთხრა პურს არ მოგცემ რადგან შე რუსულად ლაპარაკობ თუ რაღაც მაგვარი მოხდა კაცო ეს იყო ბოლო წვეთი მათი დაკრეს ფეხი და წავიდნენ აღმოჩნდა ამერიკაში სომხურად რო ეთქვა არ ვიცი სოფორტ ვერ ვიცი რა მოხდა მე ისიც მართლა ძალიან სასაცილოა ზოგი რამე სასაცილოც არის იცი მივიდა ერთი რიგი დგას მაშინ არაჟანზე ძალიან იაფი იყო არაჟანის და ხაჭოც ეხლა რომ ვერ მიწვდები ესე კი არ იყო და დგას რიგი და მივიდა მამაკაცი სმეტანა მომეცია არ ევაქსემო კაცო სმეტანა მომეციო შეიძლება არა მაქვსო კაცო როგორ არა გავხსოდებს არა მაქვსო სმეტანაო დაჯდა ვირზე შეჯდა ეს ქალი და არაძლევს სანამ ეს აწყდა მე ხმაური ძალიან სერიოზული მან დამუხტული პეტრიაშვილის საუბრებით და რაღაცებით და ხომ ქართულად ილაპარაკე რაღაც გასაგებია ყველაფერი მაგრამ ეს ასეთ ფორმებსაც ღებულობდა უკვე ვერ გავიგე სასაცილო იყო ეს ფორმა თუ სატირალი ფორმა იყო გავიგე პლუს ამას შემდეგ დაემატა აი აფხაზეთი იმიტომ ვახსენე შიშები იყო აი მაგალითად ჯავახეთი რომ ავიღოთ მე ვაპირებ გვინდა ჩვენ ჯავახეთში წასვლა და იქ გადაცემის გაკეთება მართლა რეალური სურათის ნახვა რა ხდება იქ მაგრამ მე მეუბნებია რომ პრობლემა ის არის რომ ამ ადამიანებს უბრალოდ უხარიათ ხოლმე როცა ვიღაც კარგად დაელაპარაკება იმიტომ რომ გონიათ რომ ისინი არიან ზედმეტნი შესაბამისად საქართველოშიც იყო მაშინ მითი რომ აი ეს არის ფეთქებადი რაიონი ნუ იქ იყვნენ ზოგიერთი გამგეობის წევრები კატეგორიული წინააღმდეგი ისტერიკაბნაც კი მიდიოდნენ რომ სოხუმი ჩვენია თქვენ თავი გაანებეთ და ასე შემდეგ ბატონო საქართველოს ყველა ჩვენია ნუ ამაზე ახლა კომენტარები მე მგონი არა საერთოდ მე ფაქტის კონსტატირებას ვაკეთებ და მე შემიძლია კომენტარიც დავურჩ
ესე იგი, აი მე მიზეზს გეუბნებით, რაც იყო და რასაც ვერ გამოვასწორებთ. ეს იყო უკვე წარსულს შაბარდა. დღეს რას ვაკეთებთ, იმასაც მოგახსენებთ. აი ამ მიზეზის გამო ჩვენ ვიფიქრეთ. ეხლა საქართველოში პრობლემა იყო ყველგან. აფხაზეთში უდიდესი პრობლემა იყო, მაგრამ დღეს ჩვენ დავწმუნდით, რომ აფხაზეთის მაცხოვრებლები თქვენ კიდევ ბედნიერები ხართ. თქვათ ჯავახეთში არა, ბევრად უფრო ღრმა ესეთი გლობალური პრობლემები დგას, ვიდრე აფხაზეთში. აფხაზეთში თქვენ არ გააფხაზებულ ხართ, თუ არ ჩავთვლით იმ სულმოკლე ქართველებს. და ჯავახეთში არა, მთელი ჯავახეთის ქართველობა გასომხებულია ფაქტიურად. გასომხებულია, ვერ უთქვია იმას შიშით ისეთ პირობებშია, ვერ უთქვია რომ ის ქართველია. და თქვენ რო იქ ნახოთ, ხომ, ცრემლი მოგივათ თვალში, ისეთ დღეში არიან, ისეთ პირობებში არიან. რაჭა მონაგონია, იქ დაცლილია, საერთოდ სოფლები აღარ არსებობს. მოვიარეთ ჩვენ ყველგან, სადაც კი ახალი ეს მშენებლობები მიდის ამ აჭარლების ჩასასახლებლად. და ზოგიერთ ადგილ ნასოფლარზეა. ნასოფლარი როგორი ნასოფლარი, იცით? აი ჩვენ დღეებში სოფელი დაიკარგა და ერთი ქვაც არ გდია იმ სოფლისგან. აი ესეთი ნასოფლარები. და იქ შენდება ახლა სოფელი. არა, ეს ასე სწორედ ეს არის ყველაფერი მოგონილია, იმიტომ მათ იყო რაღაც ვიღაცები აღვრევდნენ წყალს, რა თქმა უნდა, მთლიანობაში მოსახლეობა, რა თქმა უნდა, ასე ხალხს არ უჭერდა მხარს არასდროს. ისინი საქართველოს შვილებად აღიქვამენ თქვას და მან ცხოვრობენ, მათი უბრალოდ მათი როცა ისინი მუდმივად განიცდიან იმას, რომ არიან ზედმეტნის ხვები, ჩამოსულები. იცით, რადგან ისინი გარეკილები არიან ამ მთავარ ღირებულებებიდან, აიანაც არიციან, მათი შვილები მიდიან ამთავრებენ ან ერევანში მიდიან, ან რუსეთში მიდიან და ისე დაცლილები არიან. და ენა რატო არიციან? არ ჭირდებოდა. იქ არ არის ჩართული ეს რეგიონი ზოგადად ქართულ საქმეში. არ არის ჩართული, არაფრით არ არის ჩართული. ის ხალხიც აქ უნდა მოიყვანა, აი გეუბნები ამ მთავრობას, ეხლა რო იყო იმადაც მისცა საშუალება მგონი რომ აქ ჩამოსულიყვნენ ხალხი და ესწავლა და უკვე კარგი იყო ეს რო ესწავლა და პატარა კვოტა თუ რაღაც იყო გაკეთებული იმისთვის რომ არ შეიძლება იგივე აფხაზებზე მახსოვს ჩემი მეგობარი ამბობდა სულ აფხაზები რო იქ არიან აფხაზები ზოგიერთი აფხაზ ხო შეეძლო ეცხოვრა თბილისში რაღაც რო ეს არ ყოფილიყო ისინი ცალკე არიან ჩვენ ცალკე ვართ რაღაც ერთი ქვეყანა თუ ვართ რაღაც ერთი ქვეყანა თუ ვართ ერთი რაღაცა ხო უნდა გქონდეს ერთი რაღაცა ხო უნდა გვიხაროდეს და ასეთი აი დანაწევრება ბევრი შეცდომა მოკლედ ამას ყველაფერს ჭირდება ეს ყოფით დონეზე ასე ხდება თქვათ ეს რაღაც ანტისომხური განწყობები ან შეიძლება ადამიანს რაღაცა უთხრას გამყიდველმა არაჟანი არ რაღაც სპეციფიური სომხებს ქონდათ რაღაც ცუდი ჩვევები ისეთი რის გამოცაც ესე იგი აი ანეკდოტებშიც ვერ წდები აი თქვათ რაჭვაზე ანეკდოტები ყველა იმაზე დამოკიდებული რომ რაჭველები გვიან ფიქრობენ რაღაც გვიან საქართველოში არა ნუ ერთ-ერთი ეს არის ვაჭრო ხო ვაჭრო მაგრამ ეს დიდი ხანია დამთავრდა როდის ვაჭრობენ ახლა უკვე სომხები და ეს დრო დიდი ხანია დასრულდა ხო გითხარით 67-დან ქართველები ვაჭრობენ გადასარევად ახლა იდეა ქართველები მაგას ამბობდნენ რომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ საქართველოში ცხოვრება და სომხებს ყველგან შეუძლია ცხოვრება და ახლა საცხოვრობენ ქართველები შეიძლება ამერიკის არც-ერთი შტატი არის სადაც ჩვენ არ ვართ ანუ ქართველები ხოსია რა ნუ მოხდა გასაჭირი მაჩვენეო მაგრამ მიუხედავად ამისა აი სტურუა სკანდალი რო იყო ერთ-ერთი მაგალითია ხშირია რომ ინტელექტუალებსაც ხოლმე წამოწდებათ ხოლმე ანტისომხური განცხადება იცით რა მე მიმაჩნია აი იმ ამბავს როგორ უყურებ იცით როგორ უყურებ აი მე ძალიან სხვანაირად უყურებ ერთი არის ნაციონალიზმი და არის შოვინიზმი ნაციონალიზმი არის არ მინდა ცუდად რომ გაიგონ რომ აქ არიან ეს ლიბერალური განწყობის ხალხი ნაციონალიზმი ცუდად ხდებიან რა თქმა უნდა ფრანს ველაპარაკე ნაციონალიზმი არ მელაპარაკო ნაციონალიზმი არის აი ერის იდენტობა მისი თვისება თუ ნაციონალიზმი ერში არ არის კიდევ ხო ცუდ ფორმებს გვაბაი ყველაფერი გადავარდე შეიძლება იქით და აქეთ არა ეს არის მისი აი ჯანსაღი თვისება მით თვით გადარჩენს ანუ ეს ადამიანი ფიქრობს იმაზე რომ მე ვიცხოვრო და ვიყო უსაფრთხოდ რაღაცნაირად გურამ ფირცხალაო. ბატონ გურამ, შეგვიძლია რომ გითხრათ ანუ დღევანდელი აქცია რა მიზანს ისახავს? თეატრის დაცვას, მარტო რობიკოს დაცვას კი არა, თეატრი უნდა დავიცვათ. საქართველოს დავიცვათ. თეატრი თუ წაიშალა ჩვენს ქვეყანაში, იცოდე საქართველოს იქნება რაღაც სხვა ქვეყანა იქნება. დაეცემა ყოველგვარი გემოვნება, დაეცემა საშინლად კულტურა.
ეს არის ძალიან ბუნებრივია. როცა შენ ამ ბუნებრივს ებრძვი და ამ ბუნებრივს ლახავ, მერე იმართება ძალიან ცუდი რაღაცები. და იმიტომ ყოველთვის უნდა გაუფრთხილდე, ეს არის რეალური თვისება, ეს არის რეალური მოვლენა, უბრალოდ ისა უნდა გადავიდეს შოვინიზმში და ანუ შენ ამართლებს სტურვას განცხადებით. სტურვას განცხადებით აბსოლუტურად ნორმალური იყო. ჯერთი მართლა სტურვა რო დააბრალო, რომ ის არის არმენოფობია, ან რომელიმე ფობია, გარი ნუ ასეთ ადამიანებს ასეთი რაღაცები არ აქვთ. კი, შეიძლება ვიღაც პოეტები იყვნენ მარტო, რომელსაც ეს ფობიების სერიოზულად აქვთ, პოეტობა ცოტა სხვა არის. და ისეთი სპეციალობა, რომელსაც სტურვა ფლობს, როცა ასეთ იმებს მასივებს ადამიანური ფსიქოლოგიის ამუშავებს და ხან მაგბეთს გავს და ხან იმას, გაიგე, იქ ლაპარაკი იმაზე, რომ მას ვიღაცა არ მოსწონდეს ერი და იმაზე ქონდეს, ეგ სტურვას, რომელსაც ნათესავები ყავს სომხები და რაღაც მით უმეტესად თბილისში დაცხოვრები კაცი რაღაც გაზრდილი. არიანტი არა. ეს არ იყო ბრალდება იყო ძალიან ისეთი და აგორებულის იყო, დახვეულის იყო და გამოყენებულის იყო. ანუ პოლიტიკური მოსაზრებებით გამოიყენეს. საბოლოო ჯამში კი ნუ დაჟა იყო მაგრამ ბევრი თქვა ეთნიკური სომეხი არ დაგეთანხმება. არ დამეთანხმება, იმიტომ მათ მოხდათ გულში სომხებსაც აქვთ ისეთ რაღაც აი ვიქტიმური სინდრომი აქვთ, სხერპლად უნდათ საკუთარი თავის გამოცხადება და ზოგჯერ უხარიათ კიდევაც რომ რაღაცა ცუდი რო ხდება, აი ჩვენო ხსუდათ ვარ, არის ესეთი მოსაზრებიც არის. ზოგს აწყობს რომ სვერპლი იყოს, აწყობს რომ დაჩაგრული იყოს, აწყობს აი უმცირესობას ეგ ახასიათებს საერთოდ. ხო, ახასიათებს ადამიანის ფსიქოლოგია. აწყობს კი არა, შეიძლება უკვე იმდენი ტრავმა განიცადა რომ ამ ტრავმას მერე აკეთებს ამ ტრავმით ცხოვრობს და იმ ტრავმიდან გამოსვლა ნიშნავს ახალ ასპარეზზე გასვლას, ახალი ქარებმა უნდა დაგიბერო. რადგან შენ ზიხარი ნაჭუჭი ამო მე ცუდად ვარ, აი იმიტომ ცუდად ვარ, რომ ხო რაღაც არის ეს ცუდი რამე, გაიგე, შენ უნდა გამოხვიდე. მე ველაპარაკებ ძალიან აი არჩევნებამდე რომ ნახე რომ აი თბილისის სომხები აპირებდნენ რაღაცნაირად ესე გაყოლოდნენ იმ გზელ გზას, თქვა, აი სააკაშვილის დროს მათ რეალურად მოხდა რომ აი სომხებს ცუდად ვერ ახსენებდა, აი უნდა სტურვას მაგალითი მე ერთხელ შევარდნენ სადაც ეკლესიაში იწუშე დაიჭირეს წაბილწეს სახარებად, რაღაც შეეხნენ და იწუშე დააპატირეს. ანუ ეს ყველაფერმა შეუქმნა მათ განცდა და ეს ნორმალურიც არის, რომ აი ხედავთ რა კარგია, რომ ჩვენ არ გვეხებიანას. ინციდენტი ალაბრის მოედანზე მდებარე სომხურ ეკლესიაში ორმა ახალგაზრდამ სალოცავში სახარება დახია და მრევლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ხადებენ სომხეთის 60 წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში და აღიძრა თუ არა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე. ამის გარკვევას დღეს ნანუკა იორდანიშვილი ცდილობდა. სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენელი იმ სახარებას გვიჩვენებს, რომლიდანაც რამდენიმე დღის წინ ავლაბრის მოედანთან მდებარე ეკლესიაში ორმა ახალგაზრდამ ფურცლები ამოხია. შემთხვევა 19 აგვისტოს შუადღეს მოხდა. ამ დროს ტაძარში მრევლის რამდენიმე წევრი, დამლაგებელი და სანთლების გამყიდველი იმყოფებოდნენ. მიხეილ ავაქიანი ყვება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდები ქართულად მეტყოლებდნენ და სომხებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. უცენზურო გამონათქვამების შემდეგ მიუახლოვდნენ ამბიონს, სადაც დაცულია მრავალსაუკუნოვანი ბიბლია, რომელსაც უხეშად დაიწყეს ფურცლა, მერე რამოდენიმე გვერდს ზიანი მიაყენეს ამოახეს. ამის შემდეგ მეუფის ტახტი, რომ მდებარეობს ტაძარში, მასზე დაჯდნენ და დაჯდა უпростоრედ ფეხით შედგა და გასვლისას კიდე უცენზურო სიტყვები გამოიყენა. ანუ ეს შიში რო თქონდა ეს როგორც ჩანს ქონდა, როცა შენ გიგრევდნენ ეკლესიას, როცა დარბოდა მკალავიშვილი და ჯვრებით და დაძდებდა სომხებს ნაკლებად ბაპტისტებს უფრო მეტად ემტერებოდა მათ ლიტერატურას და ასე შემდეგ. ხო, როცა ასეთი რამე ხდება, რასაც ადამიანი დასულს, ადამიანი ეგძებს უსაფრთხო გარემოს ადამიანი და კეთილ და ბედნიერებას. ყველა ადამიანს ხოლმე ეს უნდა დამეჯერა და სხვა არაფერი მანდ არის. იმიტომ ვთქვი რომ კარგად თქვით რომ შეხვალ და ნორმალურად დაელაპარაკებს, ნორმალურად გიპასუხებს ამას ისავს. ეს ხო ესე არა როგორ ანუ აი თქვათ პოლიტიკოსების განცხადებები წაგიკითხავს ქართველებს. ერთხელ იყო რა დაებედა მაგას იქ ცხოვრება გახსოვს ერთმა რო თქვა. როგორ კაცო იმაზე თქვა მე იმ ქუჩაზე დაებედა იმას მიკირტუმას იქ ცხოვრება თუ რა. ხო. პრეზიდენტმა ამას რეაქცია მიცა, როდესაც ჩვენ ქონდა შეხვედრა. მან მითხრა რომ მე არასწორად მოვიქეცი, როდესაც ეს განცხადება გავაკეთე. მე ოფიციალურად განვაცხადე რომ ეს იყო პოლიტიკოსისთვის შეცდომა, ასეთი რამე მე არ უნდა მეთქვა, რისთვისაც მე ბოდიში მოვიხადე. მაგრამ მე ვიცი რომ ბოდიში ერთხელ იხდიან და არა 50-ჯერ. მიგვაჩნია ნებისმიერი გამონათქვამი, რომელიც შეიძლება იქნას გაგებული და მე იმედმექრობ ბატონი ბესო ამას არ გულისხმობდა და თვითონაც ასე თulis, რომელიც შეიძლება იქნას ინტერპრეტირებული ისე რომ რომელიმე საქართველოს მოქალაქეს განასხვავებს საკუთარი ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით რამე საკითხში, ჩვენთვის არის პოლიტიკურად კატეგორიულად მიუღებელი და ამას ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენი ყოველდღიური პოლიტიკით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი მთლიანად. ჩვენი წინაპრების მიერ ბრძოლითა და შრომით დაცულ და შენარჩუნებულ ქართულ მიწებს სააკაშვილი როგორც მიკირტუმა დახლიდარი, ისე ყიდის ბურებზე
ჩინელებზე, ინდოელებზე, არაბებზე, ბულგარელებზე და ასე შემდეგ. ნაწილ და ერთიანად, რაც გლეხ კაცს უმიწაწლოდ დარჩენასა და სიღატაკეს უქადის, ხოლო ჩვენ სოფელს გადაშენებას. ასეთი ანტიეროვნული პოლიტიკა ქვეყნის მონურ კოლონიად, ხოლო ჩვენს მოქალაქეებს მოჯამაგირებად გადაქცევას უქადის. ხო და აი გეცინება ამაზე. არა, ამ განცხადებებს რო ისმენ, მაგრამ მე მივაშინე რომ ძალიან მაგისი აი ტრაგედიული ეს რადგან გითხარით ნაციონალიზმი არის ბუნებრივი, მაგრამ იმ ბუნებრივიდან შეიძლება იყოს შენ არ უნდა ებრძოლო მაშინ თვითონ იმას, რა ქვია, რასაც ბუნებრივია. შენ ებრძოლო მის თქვათ არაბუნებრივ გადმონაშთებს და გადახრებს, მაგრამ თვითონ ძირს არ უნდა ძირზე ატაკა რო მოახდინო, თქვა, იცით რა საერთოდ ეროვნება არ ვახსენოთ და საერთოდ არა რაღაცა პირიქით, მაგრამ ცოტა უნდა იყოს აი ბილად, აი soft ვარიანტში, ანეკდოტების ვარიანტი, საანეკდოტოა ზოგჯერ. მართლა ჩვენ ერთნი ვართ, ახლა სულ ვამბობ, იცით, ამ კაცობრიობას რა უშვილებს. მთლიან კაცობრიობას არა მხოლოდ საქართველოს, კავკასიას და სომხებს და აზერბაიჯანს. აი რომ გამოჩნდეს სადღაც ურჩხული 5 ფეხით 8 თავით 15 რაღაც აჭებით და დაიწყოს ყველა სჭამა რომ ვინც ადამიანია ჩვენ ყველა გავერთიანებით იმ წუთში ჩვენ მიხვდებით რომ ჩვენ ადამიანშვილები ვართ მართალი სხვა ენაზე ვლაპარაკობთ სხვაგარი წესი გვაქვს ტოლმას სხვანაირად ვლაპარაკობთ ტოლმაზე სულ გამათობენ ახლა სომხები და აზერბაიჯანული მისია და მეც ვიყავი ამ გადაცემაში ვთქვი კაცო უკეთესია ვჭამოთ და შევირგოთ და ერთად გავიგე ხო და ეს ტოლმა უფრო ადრე შეიქმნა სინამდვილეში სანამ ერი ჩამოყალიბდა როგორც ერი ჰაი მოგეთ ეს ის კაცია რა მე რო გელაპარაკე ძალიან პატივსაცემის სტუმარია სომხეთიდან შენი დახმარება გვჭირდება სომხეთიდან ოჰო მოეწონა უკვე ახალი თბილისი განსაკუთრებით ძველია ვლაბარე მოკლედ ამ კაცის უნდა ჩავაცვლოთ რომ ქუჩაში რო გაივიდეს ყველას ყურადღება მიიქციოს ყველას ყურადღება უნდა მიიქციოს ეგეთი ხო ეხლაც არის ეხლაც არის სო ერთ შენ სახარ მაგრამ ხომ ლამაზად იცვა კარგი დავურძელოთ მოკლედ ისეთი რამე შევარჩიოთ რაც ძალიან მაგრა მოუხდება მაგრად მოუხდება რაც მოერგება ის რო ჩავაცვათ რა ვიცი ხო მართლა ფეხსაცმელებიც არ დაგავიწყდეს თავარი ტასაცმელი გადავწყვიტოთ ჩვენ და ფეხსაცმელი უკვე ვიცი რაც უნდა კლასიკური თუ უფრო სპორტული მაღალქუსლიანი მიუხედავად ამისა არა არის ორგანიზაციები არსებობს მთელი რომელიც აღნუსხავს ხოლმე ანტისომხურ განცხადებებს ქართულ მედიაში. ეგეც საქმეა რა. სარფიანი? სარფიანი არა და საქმეარი. საქმე არის, ხო? აი საქართველოს არის 100 სომხური ორგანიზაცია. გესმის შენ, ეს არ არის საგიჟეთი. 100? აბა 100-მდე, 40 მხოლოდ ახალგაზრდული. ხო. არა, ზოგჯერ 2-3 ადამიანი სულ ორგანიზაციაში, მაგრამ მე უფრო აი მთლიანობაში არის ასეთი დანაწევრება და ნუ და ამიტომ უნდა გაგეცინოს, ახლა არის ზოგჯერ მაგალითად ახლა ერთ-ერთი მღვდლის ფრაზა წავიკითხე, რომ სააკაშვილს ქუთაისში უნდაო დედაქალაქის გადმოტანა, იმიტომ რომ თბილისი რაც შეიძლება სწრაფად გაასომხოსო. ნუ აბსურდის კიდე ერთი. ამას რო წაიკითხავ. რატომ უნდა გავუკეთოთ კომენტარი ნებისმიერ სისულეს? მე რა მღვდლის ნათქვამია, ჯებდელი რა. არა, ეს მოსაზრება რამდენად გეჩვენება ტიპიურად? ანუ არის ტიპიური, არა ტიპი, ეს იმდან ამოვარდილია კონტექსტიდან. საზოგადოება ესე არ ფიქრობს? არა, რა თქმა უნდა. ჩვენი საზოგადოება ღმერთმა დავიფაროს ფიქრობდეს ასე. რასაო ჩვენი საზოგადოება გაცილებით უფრო მაღლა დგას, ძალიან დიდი წარმოდგენის არ ვიყავი, მაგრამ ბოლო დროს მე ვხედავ, რომ ვაშკაცდება ერი რეალურად, ანუ აი ამ გაჭირვებამ ყველაფერი როგორ შანსა აი ღმერთი მაღალი, თუ ახლა ძალიან მორწმუნე რო ვიყოდი, რომ ზუსტად იმიტომავლენს ამ გაჭირვებას, რომ შენ დაღვინდე და ისწავლო ცხოვრება და თანასწორება და უფრო მეტი გაიგო. მე მაჩვენე ეს წლები ტყუილა არ გადის, აი მთელ ეროვნულ სხეულისთვის, რასაც საქართველოს ქვია, რა თქმა უნდა ხდება უფრო სხვანაირად ჩვენ ვიგებთ რა არის კარგი, რა არის ცუდი. ვიწყებთ არსებობას როგორც სახეც. აი ეს
რაც დაინახე შენ სურათი, რომ მოყევი 90-იანი წლების დასაწყისში მიტინგზე და ბედნიერი თვალები, მეც მიამბო სოფიკო ჭიაურელმა ერთხელ მე მგონი გითხარი კიდეც კინემატოგრაფის დაყრილობაზე 86 წელს გამოვიდა სიტყვით სოფიკო, იქ ვიყავი მე იმ დარბაზში და თქვა რომ შუშანიკის წამება ცოტა შეიძლება მოგვიანებით 27 იქნება 27-ში შუშანიკის წამებაო გადავაღებინო თუ ამ კაცს იმიტომ რომ ეს პროექტი არსებობდა ხო მოგეხსენება და მახსოვს დარბაზმა დაიწყო ყვირილი რომ არავითარ შემთხვევაში გვარებს აღარ დავასახელებ ინტელექტუალები იყვნენ იქ გაასომხებს და სოფიკო მითხრა რომ შენ არიციო ტრიბუნაზე როცა ვიდექიო და უყურებდი ამ დარბაზსო კინაღამ ფეხები ჩამეკეცაო ისეთი აგრესია მოდიოდა დარბაზიდან რა თქმა უნდა ჩემ ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ მხატვარმა ამ რეჟისორმა უზარმაზარი როლი ითამაშა იმიტომ რომ აი სრულიად განყენებულად განსხვავებული რაღაცა ფერი იყო აი სრულიად განსხვავებული ფერი იცით და მე ვერ მიპატიებია რომ აი არაცალად რომ მას გადაეღო ის ფილმი ესეთი ორი ფილმი მას ჰქონდა ჩაფიქრებული შუშანიკის წამება ეს არ მისცეს ამის შესაძლებლობა რომ მას ეს ფილმი გაეკეთებინა არ მისცეს ამის შესაძლებლობა და უნდა გითხრათ ეს ისეთი სცენარი იყო აი აქ არის ბატონი რეზო აქ არის ადავ კოტე რომელმაც წაიკითხა ეს მე ესეთი სცენარი არ წამიკითხავს ეს ისეთი საოცარი ხედვით იყო დანახული იცით თავისი სცენარი იყო საოცრება რაღაცა საოცრება მაგრამ მე ვუთხარი თავიდანვე რომ დაიწყო მე ვუთხარი კაცო ნუ დაარქმევ ამას შუშანიკს ხო იცი რომ ატყდება ერთი ამბავი და არ გინდა და არ ქვი რა ვიცი მე სირანუშა რაღაცა სხვა ნუ იქნება ეს შუშანიკი და ასეც მოხდა დაემთხვა კიდე იცით აი ამ დროს იყო ეს არეულობა დაიწყო ყველაფერი და არ შედა იქ მე სხვა შორს თქვეს რომ თუ მაშინ გამოვიდა დონ კიხოტი და თუ ქართულს შეუძლია ესპანური დონ კიხოტი გადაიღოს რატო არ შეუძლია ნუ ეს სხვადასხვა ქიშპი იყო ხო იცი საფურთის გუნდი არარატის და თბილისის დინამო თამაშობდა ისიც საერთაშორისო დონის შეხვედრად იყო აღქმული მაშინ არა ნუ მან მთელი ამბებია იცით თვითონ ხო და ეს აღარ გამეორდა აი ეს აღარ არის ხო შუშანიკთან მიმართებაში იმდენად სასაცილო ორმაგი ის არის წმინდანია სომხების წმინდანიც არის აღიარებული აი კატალოგში და ქართველების კაცო და რა უნდა გაეფუჭებინა გი უყვარდა ძალიან აღმოსავლური კულტურას ერგოს და რაღაც აღმოსავლური მაშინ შეფუთვაში გააკეთა მაგრამ ჩვენ არ ვიყავით აღმოსავლელი აბა რო დააბრალეს დოდო აბაშიძეს მე დაწერმე როდონაიმ ცალკე დაწერა და მთელი დიდი წერილი ახლა გადავიკითხე სხვადასხვა წერილი ვახტანგ როდონაიმს საპატისაცემო კაცი მაგრამ მაშინ ის იყო იმ მეინსტრიმის კაცი როცა ამბობდნენ რომ აი ჩვენი უნდა დავიცვათ ჩვენი არ არის აღმოსავლური გამაგებინე აი ჩვენი არ არის აღმოსავლური მა ვისია ჩვენ თვითონ ვართ აღმოსავლეთის ნაწილი და ექსტრა სამარცხვინოა ვერ გავიგე ჩვენ როდემდე აქ არაბები იყვნენ რამდენხანს ბატონობდნენ არაბები მერე სპარსელები მერე თურქები ნუ მერე რუსები და ასე შემდეგ ჩვენ ამ კულტურის ნაზავი ვართ ჩვენ არა ვართ მხოლოდ ჩვენ აი ჩვენ კი ვეკუთვით საკუთარ თავს და ენა გვაქვს ისეთი რომ განასხვავებს სხვენისგან მაგრამ აი ამ მთელი ყოფით და რაღაცეები და იგივე ჩვენ ვართ ხო და აი ეს შედგე რომ გაიზარდაო საზოგადოება მე მგონი იზრდება ჩვენ დავეხმარებით აი თქვენი გადაცემაც იქითკენ არის მე ვხედავ და მეც ვთილობ რაღაცა შევეწიო ამ პროცესს არა და სხვა ტრიბუნებიც მაქვს ამისთვის ზოგიერთი მე ვამბობ რომ ჩვენ ეს უნდა ხელი შეუწყოთ ერს რომ ერი გახდეს მართლაც აი ტოლერანტი კი ვარ ჩვენ ვერც ვიქნებოდით სხვანაირად გზაჯვარდიძე სხვანაირი არ შეიძლება რომ ყოფილიყავ ჩვენ ვერ გადარჩებოდი უბრალოდ ჩვენ ვერ გადარჩებოდი ამ გზაჯვარდიძე რომ ყოფილიყავი ხისტი და ეთქვა რომ მე მხოლოდ ხელი შეუწყოთ მრავალფეროვნება უყვარდეს მრავალფეროვნება არის ჩვენი ბედნიერება რა თქმა უნდა ეს ბედნიერება არის სირთულეცაი როგორც თულია სახლის დალაგება რომელიც არ არის მხოლოდ ევრორემონტში გაკეთებული სადაც უფრო მეტი მწვერიედება იმას უფრო მოსავლელად უფრო რთულია მაგრამ ეს შენი ბედნიერება ყველა გაგებით ბედნიერება შენ პროსტა ეს უნდა შეიგრძნო მაგრამ შენ უნდა იყო უსაფრთხო გარემოში თუ ქართველი ხედავს რომ თქვათ მისი უფლებები ილახება როგორც აი არის ტიტულური ერი მაინც ვერ გაექცევა საქართველოს ქვია ამ ქვეყანას ახლა ვერ იქნება ეს ვერც სომხეთი და ვერც თურქეთი და არც არის გასაკვირი იმიტომ თურქეთი და სომხეთი ღმერთის წყალობით არის კიდე და არსებობს არა თუ ხედავს და ვინ შელახოს მისი უფლებები შენ აი ვინ არა მე ხლა შემოგველი არა ვარ უფლებების მაი თქვათ ესე რომ მოხდეს რომ ჩვენი წიაღისეული ყველა მივყიდოთ ახლა ნუ თქვათ არ მინდა არავინ ვაწყევინო ირანელს გასაგებია მივყიდათ არა ნუ ახლა რას ვიგებთ ამით ჩვენ მე
სწორე მოვიქცევით, არ მოვიქცევით სწორე. როგორ ადრეში ვაყენებთ ქართველს. მას ექნება საშუალება, რომ მე ვარ უსაფრთხო გარემოში უკვე არ ვარ გასულ. მე ვარ შენ უნდა შეუქმნა ადამიანს განცდა, რომ ის არის დაცული, რისთვის არის სახელმწიფო, მაშინ მითხარი ფუნქცია სახელმწიფოს. ჩვენ მაშინ ვიქნებოდით მეთაბორები და ვივლიდით იქით-აქეთ და ანუ დღეს რომ თქვათ ფარეჯანოვი ცოცხალი ყოფილიყო და შუშანიკის წამების გადაღება მოენდა. მე მგონი გაცილებით ადვილად გადახორციელა. იმიტომ მაშინ იყო სხვა ის იყო, აი მიმართულება იყო ასეთი ერის თვით გამორკვევა დაემთხვა აი გადახრასთან, აი ექსტრემი როცა შენ რაკეთ რომ გადაგიხრიან, არა, მე იქით უნდა გადაიხაროს ზოგჯერ და ხდება ასეთი აი დიდი ამპლიტუდა რომ ამბობენ, აი დიდი ის ხდება მე გადახრები და ეს გადახრები თან ბუნებრივია, ეს არნიშნავს რომ შენ არ უნდა თქვა რომ რა არის ცუდი, რა არის კარგი, მაგრამ ეს არის ბუნებრივი რომ ასეთი რამე ხდება. დამწერლობის 13 დამწერლობა არსებობს სოფლიოში, 13-დან 2 ერთი ქართული, ერთი სომხურია. საოცარი ამ შეძინეს ორმა ერმა სოფლიო თანამედროვეობას და სოფლიო კულტურას. თვითმეტში მოგესწრებათ მელიზარე ბეროში, თქვენ შეხვედრა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავაღწევოთ ჩვენი ორი მოძნერის თანამედროვეობა. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამები, გვაქვს ძალიან ბევრი იდეები და ჩვენ ავსებთ ორი სახელმწიფო ერთად ხარ შეძლებთ რომ ყველაფერი განახორციელოთ და გავაღწევოთ ჩვენი ზონა და გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოები. კიდევ ერთი გილოცა თემალების სასწაულს გავას დაესწრებით. მე თქო და ტრალეროზე გავი თორემ ბევრი გონიაკი დავდი სომხური გონიაკი იყო ძალიან მაგარი და კარგი და ბოლოს ობიექტურები რო ვიყოთ, ნუ ქართველებზე ვილაპარაკეთ ხო რა სტერეოტიპი არის და როგორ წარმოიდგენ და ისტორიულად სომეხს და სომეხი როგორ წარმოიდგენს ქართველს. იცით რა საინტერესო ერთ მომენტს გეტყვით, რომელსაც არ უკვირდებით, შეიძლება როგორ უწოდებენ ერთმანეთს დასახელებები არ იცით საიდან მოდის. აი ვრასტანი რას ნიშნავს? სომხურად საქართველო. ვრასტანი ნიშნავს ქვეყანა, რომელიც ზემოთ არის. და მე მგონი ზემოდან გიყურებს. ხო, და ქართველები უწოდებენ სომხებს სომხეთი, სამხრეთი, სომხეთი. ანუ გეოგრაფიულად უწოდებენ ერთმანეთს. არა თვით სასახელებით, ანუ ისინი არ ამბობენ საქართველო და ესენი არ ამბობენ ისა ქვია ჰაიასტანი და ასე შემდეგ, არა. სხვანაირად და უცნაური ეგეც არის და როგორ აღიქვამენ ქართველებს სხვადასხვანაირად გასწორ, როგორც მაინც აი ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი რა. ანეკდოტებშია ყველაფერი ძალიან კარგად არის ეს ყველაფერი რა. ნუ ალბათ დროის ტარებელი, დროის ტარება რო დარდიმანდი ნაკლებად შრომელი, რომელსაც თქვა რაღაცნაირად შეიძლება არ იფიქროს სხვა მომავალზე და რაღაც, მაგრამ ასეც არ არის საქმე, იცით ხა ქართველი ძალიან ისეთია. კი, მაგრამ ნუ არა, მაგრამ არის სტერეოტიპი არის, ხო, სტერეოტიპი არის. ეს მოდის ალბათ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. ხო, დროს ტარებელი, თამადა, არტისტული, აი ფარაჯანოს ქონდა კარგი გამონათქვამი, ზოგჯერ წინდა ვიღაცებს, დეკორატიული ქართველები, დეკორატიული, იმიტომ დეკორაცია ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ქართველი იაროს, შეიძლება სახლში არაფერი არ ქონდეს, საჭმელიც არ ქონდეს, მაგრამ ის რო გამოვა, იმას ჩაცმულობა იქ ჩადებს ყველაფერი, ის დადის, ის საკუთარ თავს წარმოაჩენს, გაიგე და არის ეს არტისტიზმი, რომელიც ნუ ფარისევლობად აღიქვამს. არა, შეიძლება ყველაფერი შეიძლება ასე, აი ადამიანი თუ არის ასეთი, აი რაღაცას ინახავს, შეიძლება ცუდითვისებად ჩაუთვალო. ის რომელიც გულღია იტყვიან რომ სულელია გიჟვრაცვა, აი როგორც არის ასეთი კომპოზიტი არსებობს სომხურ ენაში, ანუ ქართველი გიჟი. და ის უკვე ჩამჯდარი ასიცინიზმოში რო იყო რაღაცა. ხო, ასეთი ჩამჯდარი სტერეოტიპისავით არის. იმიტომ რომ სხვანაირი სახის არის და შეიძლება ეს ნებისმიერი თვისება შეიძლება კონდეს ცუდად დაინახო და კარგად დაინახო. აი ყველაფერზეა ეს არის. გულუხილობა შეიძლება ჩათვალო სისულელეში, შეიძლება ძალიან გულუხილო ხარ და რაღაცა ძალიან ისეთი თუ ხარ მამაცი ჩათვალო რომ სულელი ხარ ისევე იგივე. ყველაფერი ასე ხდება. ყველაფერი გააჩნია რა კუთხით უყურებ, იცი? ჩვენ ერთმანეთს უნდა მოვეფეროთ, მე მგონი. და შენი
გაუმფენა თქვი ხო? გაუმფენას ვაკეთებო. ეს იქნება ესეთი ოპტიმისტური გაუმფენა? არა, ეს გამოფენა არა, ეს შეიძლება მე ან წიგნი გავაკეთო. ეს იქნება მძიმე ცოტათი. მე ვაპირებ ეს არის მძიმე, იმიტომ რომ მე მინდა დავწერო ჩემ პირველ განცდაზე. აი ეს განცდა რომელიც გითხარი 87 წელს 11 ნოემბერს და მე უფრო ხედავ ყველაფერი ზუსტად მაქვს, ყველაფერი ჩაწერილი მაქვს. ეს არის ჩემი ძალიან მძიმე განცდა. მე ძალიან მძიმე განცდები მქონდა. მე არ გამავიწყდება რომ რუსთაველის პროსპექტზე ავტობუსები დგას ასეთ მაშინაც იყო ყვითელი ავტობუსები, რატომაც სხვანაირი ავტობუსები იყო. აქ დარბი ვარ იქით ამ ავტობუსზე, იქით აქედან ხალხი დგანან, აქედან ზვიადის მომხრები, იქიდან კიტოვანის ხალხი და წივიან, აქედანაც საქართველო, იქიდანაც საქართველო ისმის საქართველო ორივე მხარე და რომელიც გავა მე ერთი კვირა და დაიწყება თბილისში ომი, რომელიც დაწვავს ცენტრის ნახევარს. და ეს არის ძალიან მძიმე რაღაცები დავინახე. მე ვიყავი აფხაზეთში ჩასული. მე წავედი ცხინვალში ვიყავი 91 წლის იანვარში. ჯერმანამდე ვიყავი ზვიადგამსახურდიას კაბინეტში, შევხვდი BBC ჯგუფთან ერთად. ანუ ბევრი რამე მაქვს მოსაგონი ისეთი, რომელიც შეიძლება მომავალ ისტორიკოს, მაგრამ ეს იქნება ძალიან სუბიექტური. მან უნდა თავიდანვე ვწერო, ბოლომდე დამიჯერებთ ერთადერთი არა, შეიძლება დამიჯეროთ, შეიძლება არა, მაგრამ მე მაგას ყველაფერს ვამკობ სურათებს, რომელიც მეტნაკლებად უფრო ობიექტურია ვიდრე ჩემი მონაპოლე. გასაგებია. კეთილი და მძიმე დასასრული არ ექნება ამ მძიმე ისტორიას? იცით რა, მძიმე დასასრული ექნებოდა, რომ ეხლა არ მოხდარიყო ის ძვრები, რომელიც მოხდა საზოგადოებაში. იმიტომ საზოგადოებამ ეხლა გადადგა ძალიან სერიოზული მხარი, მესმის რომ ზოგიერთს ეს არ მოსწონს, ფიქრობს რომ რაღაც უბედურება, საქართველოს უნდა დაიღუპოს ასე შემდეგ, მაგრამ მე მიმაჩნია ის რაც ეხლა მოხდა, ეს მოხდა აბსოლუტურად აი ერის მომწიფების კიდე ერთი აი სერიოზული გადადგმული ნაბიჯი, ჯერთი რომ ეს არჩევნები ნუ რაღაცა ღვთისწყალობით და ვიღაცების დახმარებით with little help მოხდა ისე რომ რეალურად გადაბარება მოხდა ნორმალური და ღმერთმა ასე გააგრძელოს. და ნუ მე მგონი ჩვენ გავიზარდეთ და ძალიან სერიოზული ასპარეზი გვაქვს. უბრალოდ მე მგონია რომ საქართველოს უნდა ნახოს თავის მისია. ეს მისია არის ძალიან სერიოზული. ეს არ არის ყოველდღე განცხრობა და ყოველდღე კარგად ჭამა და კარგი პენსიის მიღება. ეს არის რომ ჩვენ უნდა გავხდეთ აქ სამაგალითო ქვეყანა. აი ამ კონფლიქტებში გახვეულ კაცობრებისთვის უნდა გავხდეთ რეალური მაგალითი. ეს არის ძალიან სერიოზული მისია, ძალიან საპატივსაცემო და მე მგონი ქართველები ამას შეძლებენ. კეთილი. თავარია ვაჭრობა უკვე ვისწავლეთ. ვაჭრობა ვისწავლეთ და სხვა ქვეყნებში ცხოვრებას. კეთილი. ასე უნდა დავასრულოთ ჩვენი განაცემის ძირითადი ნაწილი და ცოტა ხანში ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.